დილამშვიდობისა მოგესალმებით დღეს 8 მაისია ზუსტად 9:09 და ეთერშია გადაცემა დილის ალბომი. სტუდიაში 2 საათის განმავლობაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვიმუშავებთ თქვენთვის. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მივესალმებით მაყურებლებს. წინ საინტერესო ეთერი გელოდებათ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად და არსად არ გადართოთ. ნახოთ ახლა გადაცემის ანონსი და ძალიან მალე დაგიბრუნდებით. 1975 წლის 8 მაისს ესპანელი მომღერალი, მოდელი და მსახიობი ენრიკე იგლესიასი დაიბადა. 8 მაისი ასევე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღესაა. ეს და სხვა საინტერესო ამბები რუბრიკაში ამ დღეს. 8 მაისს გადამფრენი ფრინველების საერთაშორისო დღეა. ნახეთ სიუჟეტი იმაზე, თუ როგორ გვატყობინებენ ფრთიანი მაუწყებლები კლიმატურ ცვლილებებზე და რატომ არის მათი დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალდებულება. ბრიტანეთის სამეფო ოჯახში დრამა დასასრულს ჯერ არ უახლოვდება. პრინცმა ჰარიმ BBC-სთან ახლახან ემოციური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ოჯახთან დაძაბულ ურთიერთობაზე, იმედგაცრუებასა და მათთან შერიგების სურვილზე საუბრობს. დეტალები რუბრიკაში ვებსიახლეები. დღევანდელი კულინარიული ექსპერიმენტი გამომცხვარი ბულგარული სალათი იქნება. დაელოდეთ ქეთა თხილაიშვილის რუბრიკას შენი კერძი. გადაცემის მეორე ნაწილში დაელოდეთ ამინდის უტყუარ პროგნოზს მეტეოროლოგ კობა ფარტენაძისგან. სპორტული რუბრიკით ჯიჯი შემოგვიერთდება. რუბრიკაში მოდა ყველასთვის კრიტიკოსზე და მოდის დიქტატორად წოდებულ ანა ვინტურზე ვისაუბრებთ, რომელიც 1988 წლიდან ბრიტანული ვოგის მთავარი რედაქტორია და მისი გავლენა მოდის სფეროზე ფაქტობრივად ნახევარი საუკუნეა. უძლეველია არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. სტუდიაში ნარკოლოგთან ერთად ვისაუბრებთ საშიში ნარკოტიკული საშუალებების შესახებ, რომლებმაც არაერთი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. რა საფრთხის წინაშე შედგანან მოზარდებით და როგორია ნარკოდამოკიდებულების პრევენციის გზები. ჩვენი ეთერიდან გაიგებთ. გადაცემის მესამე ნაწილში ნახავთ თუ რატომ ვერ ვუნარჩუნებთ სისუფთავეს ქალაქის ქუჩებს ხანგრძლივად და რა შეუძლია თითოეულ მოქალაქეს. არასწორად გადაყრილი ნაგავი, ძაღლის ფეკალიების დატოვება, კომერციული ობიექტების ნარჩენები და სხვა არაერთი მაგალითი იმისა, თუ რა ანაგვიანებს ჩვენს გარემოს. და ბოლოს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაისობა, ტოლერანტობა და სოლიდარობა. ეს ის ღირებულებების საფუძველია, რაზეც ევროკავშირი აშენდა. 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება. სტუდიაში სტუმართან ერთად სწორედ ევროპულ ღირებულებებზე ვისაუბრებთ. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. დავბრუნდით ეთერში და ეხლა უნდა გავიგოთ თუ როგორი ამინდი შენერჩუნდება სრულიად საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ კარგი ტემპერატურა იყო. დღეს რაღაცა დილით ტემპერატურა დღესაც კარგია, უბრალოდ მოღრუბლული ამინდია, ნახოთ თუ შენერჩუნდება თუ არა დღეს. მაღალი ტემპერატურა, დღეს ბათუმში 26 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა და პრინციპში საკმაოდ მაღალია. ქობულეთში 26, ქედაში 23, შუახევში 22 გრადუსი იქნება დღეს მაქსიმალური ტემპერატურა, ხულოში 19, გოდერძის უღელტეხილზე 12 გრადუსამდე გათბება ჰაერი. ოზურგეთში 26 გრადუსი სითბო იქნება დღეს მაქსიმალური ტემპერატურა, ურეკშიც 26, ლანჩხუთში 25, ჩოხატაურში 24, ხოლო ბახმაროში 15 გრადუსამდე გათბება ჰაერი. ფოთსა და ანაკლიაში 26 გრადუსი სითბოა ნავარაუდები, სოხუმშიც 26, ზუგდიდში 25 გრადუსი სითბო იქნება დღეს მაქსიმალური ტემპერატურა. კოპიტნარსა და ქუთაისში 24 გრადუსი სითბოა ნავარაუდები, საირმეში 20 გრადუსი სითბო იქნება დღეს მაქსიმალური ტემპერატურა, მესტია 22 გრადუსი, ბორჯომში 23, ბაკურიანში 17, ხოლო აბასთუმანში 18 გრადუსი სითბო იქნება დღეს მაქსიმალური ტემპერატურა. ახალციხე 24, გორში 25 გრადუსი სითბოა ნავარაუდები, ცხინვალში 24, თელავში კი 25 გრადუსი სითბო იქნება დღეს მაქსიმალური ტემპერატურა. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც 26 გრადუსამდე გათბება ჰაერი. ასე რომ ჰაერის ტემპერატურა მოიმატა უკვე საქართველოში და ნელ-ნელა ზაფხულისკენ მივიწევთ. უფრო სლად ბუნებრივია ცოტა მოგვიანებით კობა ფარტენაძე ისაუბრებს ამინდის პროგნოზზე. კი, ნამდვილად მადლობა. ანა, ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ გადაცემა და მომდევნო რუბრიკის დრო მოვიდა ჩვენს ეთერში. უნდა გავიგოთ 8 მაისის ვალუტის ოფიციალური კურსი. 8 მაისის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. დაიკლო დოლარის ფასმა. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 74 თეთრია.
8 მაისს 1 ევრო 3 ლარად და 11 თეთრად შეიძენთ. დღევანდელი მონაცემებით ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3 ლარი და 66 თეთრი ეღირება. ხოლო თურქული ლირა 7 თეთრი. მოიმატა ბიტკოინის ფასმა. 1 ბიტკოინის ღირებულება 264,078 ლარს შეადგენს. 1 ეთერიუმს 5,008 ლარად შეიძენთ. 1 BNB კი 1,654 ლარი ეღირება. როგორც უკვე აღნიშნეთ, დღეს 8 მაისია და დღევანდელ დღეს რამდენიმე საინტერესო ფაქტი უკავშირდება. სწორედ ამ საინტერესო ფაქტებზე ისაუბრებს რუბრიკაში ამ დღეს ტრადიციულად დემეტრე ზოიძე. გისმენთ. რამდენიმე წამში. ესპანელი მომღერლის ხულიო იგლესიასის და ფილიპინელი ჟურნალისტის იზაბელ პრეისლერის მესამე და ბოლო შვილი ენრიკე იგლესიასი დღეს იუბილარია. ის 1975 წლის 8 მაისს დაიბადა. ცნობილ ესპანელ მომღერალს, მოდელს და მსახიობს ენრიკე იგლესიას ბავშვობიდანვე ყველა შანსი ჰქონდა ცნობილი მომღერალი გამხდარიყო. მამა მომღერალი და მუსიკოსი ხულიო იგლესიასი გახლდათ, დედა კი პროფესიით ჟურნალისტი. როდესაც ბიჭი 3 წლის იყო, მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. დედა ყოველთვის მუშაობდა, ამიტომ ენრიკე ძიძასთან ერთად იზრდებოდა. ენრიკე იგლესიასი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა. მოზარდობისას ენრიკე სურდა მუსიკოსი გამხდარიყო, უკრავდა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, სწავლობდა მუსიკალურ სკოლაში და წერდა საკუთარ ლექსებს. მამას კი პირიქით უნდოდა რომ ბიზნესმენი გამხდარიყო, რის შედეგადაც ენრიკე ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. როგორც სკოლის მოსწავლე, მომავალმა ვარსკვლავმა ჩაწერილი სიმღერები სხვადასხვა ხმის ჩამწერ სტუდიაში გააგზავნა და ერთ დღესაც ბედმა გაუღიმა. 1994 წელს ახალგაზრდა ბიჭმა ხელი მოაწერა პირველ კონტრაქტს მექსიკურ ხმის ჩამწერ სტუდიასთან. ხმის ჩამწერ სტუდიასთან კონტრაქტის გაფორმებიდან 1 წლის შემდეგ გამოვიდა ენრიკე იგლესიასის სადებიუტო ალბომი. ალბომი გაიყიდა მნიშვნელოვანი ტირაჟით ესპანეთში, პორტუგალიაში და იტალიაში. სიმღერა კი ერთ-ერთ პოპულარულ სერიალში შევიდა. სწორედ აქედან იწყება ენრიკე იგლესიასის გზა წარმატებისკენ. 1997 წელს გამოჩნდა მეორე ალბომი. მეორე ალბომის გამოშვების შემდეგ ენრიკე მიპოვა პროფესიონალი მუსიკოსები და მათთან ერთად მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა. 1997 წელს იგი ეწვია 16 ქვეყანას. მოგვიანებით მესამე ალბომის გამოშვების შემდეგ პოპულარობით ენრიკემ თავად რიკი მარტინსაც კი გაუსწრო. სიმღერა ბაილანდოს, რომელიც მესამე ალბომის სიაში მოხვდა, გახდა ფილმის ველური დასავლეთის საუნდტრეკი. მოგვიანებით მან ეს სიმღერა ინგლისურად ჩაწერა თაყვანისმცემლებისთვის. 2001 წლის ბოლოს ენრიკემ გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო ლათინოამერიკული მომღერალი. მეოთხე ალბომის გამოშვების საპატივცემულოდ მომღერალმა მთელი მსოფლიო მოიარა. 2008 წლამდე ენრიკემ კიდევ რამდენიმე ჩანაწერი გამოუშვა. შემდეგ გამოვიდა ახალი ალბომი ეუფორია, რომლის წყალობითაც ენრიკემ 9 ჯილდო მიიღო და თითქმის 2 მილიარდი ნახვა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. მოგვიანებით 2011 წელს ენრიკე იგლესიასი ქართველ მსმენელსაც შეხვდა. ცნობილი სიმღერები და კომპოზიციები ევროპის მოედანზე მომღერალმა 2010 წლის ალბომიდან შეასრულა. ენრიკე იგლესიასმა ტრადიციულად არც ბათუმს უღალატა. მომღერალს როგორც წესი ცნობილი სიმღერის Heroes შესრულებისას ერთ-ერთი თაყვანისმცემელი სცენაზე აყავს და ამ კონცერტზეც მოაწყო პერფორმანსი. კარიერის განმავლობაში არტისტმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი დისკი გაყიდა. ვაგრძელებ მომდევნო მნიშვნელოვანი ამბით. 8 მაისი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღეა. ამ დღეს დაიბადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამაარსებელი შვეიცარიელი ჰუმანისტი და საზოგადო მოღვაწე ნობელის მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატი ანრი დიუნანი. 1864 წლის 22 აგვისტოს ჟენევაში ანრი დიუნანის წინადადებით ხელი მოეწერა კონვენციას ბრძოლის ველზე დაჭრილთა და დასახით შრებულთა პირველადი დახმარების თაობაზე. ამავე კონვენციაში მითითებული იყო, რომ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს უნივერსალური განმასხვავებელი ნიშანი ჰქონოდათ. სიმბოლოდ შერჩეული იქნა წითელი ჯვარი თეთრ ფონზე, შვეიცარიის დროშის ფერების ინვერსია. ასე ჩაიყარა საფუძველი წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობას, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციაა და რომლის მისია ადამიანების დახმარება ყველაზე რთულ წუთებსა და ყველაზე ცხელ წერტილებში. საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოება 1918 წელს შეიქმნა. და ამ დღის ბოლო მნიშვნელოვანი ამბავი. გადამფრენი ფრინველების დაცვის მსოფლიო დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება. ოქტომბერსა და მაისში, რადგან ამ თვეებს ემთხვევა ფრინველთა სეზონური მიგრაცია. სწორედ რომ დღეს 8 მაისს მსოფლიო მიგრირებადი ფრინველების დღეს აღნიშნავს.
ჩიტების პოვნა ყველგან შეიძლება. ქალაქებსა და სოფლებში, პარკებსა და ეზოებში, ტყეებსა და მთებში, ჭაობებსა და ნაპირებთან. მიგრირებადი ფრინველების მსოფლიო დღე, რომელიც 2006 წლიდან აღინიშნება, ხაზს უსვამს ეკოსისტემის სხვადასხვა ელემენტების ეკოლოგიური კავშირისა და მთლიანობის შენარჩუნებასა თუ აღდგენის მნიშვნელობას. მცირე ზომის ფრინველებისთვის ფრენის საშუალო სიჩქარე 30 კმ/სთ-ია, ხოლო დიდებისთვის 90 კმ/სთ. ხშირად ფრენა ხდება რამდენიმე ეტაპზე, დასვენებითა და საკვებით გაჩერებით. რაც უფრო მცირეა ფრინველი, მით უფრო მოკლეა მანძილი, რომელსაც ისინი ფარავენ. პატარა ფრინველებს მუდმივად ფრენა შეუძლიათ 60-90 საათის განმავლობაში, რის ფარგლებშიც 4000 კმ-მდე მანძილს გადიან. საქართველოში პალიასტომის ტბა გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი ძირითადი გასაჩერებელი და გამოსაზრდელი ადგილია. ასე რომ თუ მაისის პირველ ნახევარში შავი ზღვისპირეთში მოხვდებით, გირჩევთ ესტუმროთ პალიასტომის ტბას. სილამაზე. ფრინველები ხშირად გვაძლევენ მნიშვნელოვან მინიშნებებს გარემოში მიმდინარე ცვლილებებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ცვლილებები ჯერ კიდევ შეუმჩნეველია ადამიანისთვის. მათი ქცევა, გადაადგილება ან რაოდენობის კლება ეკოლოგიური პრობლემების ადრეული მაჩვენებელია. მომდევნო სიუჟეტში ვნახავთ, რატომ ითვლებიან ფრინველები ბუნების სანდო მაუწყებლებად და როგორ გვეხმარებიან გარემოს მდგომარეობის შეფასებაში. ყოველი ცოცხალი ორგანიზმი ჩიტების ჩათვლით კვებითი ჯაჭვის რგოლია. ეკოსისტემის ბალანსის შენარჩუნებისთვის თითოეული რგოლი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცესში ჩარევა კი აუცილებლად მოქმედებს ადამიანებზეც. ფრინველთა ზოგიერთი სახეობა გვეხმარება მწერებისა და მღრღნელების პოპულაციების გაკონტროლებაში. სხვა სახეობები პოლინატორებს წარმოადგენენ. სწორედ პოლინატორების დამსახურებაა ბევრი ყვავილოვანი მცენარის არსებობა. ფრინველები ასრულებენ არაერთ ფუნქციას. ისინი ამტვერიანებენ მცენარეებს, ანადგურებენ მავნებლებს, ავრცელებენ თესლებს. თუ კი რომელიმე სახეობა გაქრა, შესაძლოა მთელ ეკოსისტემაში დაირღვეს წონასწორობა. ადამიანებმა უამრავი ხელსაწყო გამოიგონეს ეკოსისტემის მდგომარეობის შესამოწმებლად. მაგალითად, ჭაობიან ადგილებში წყლის ხარისხის შესამოწმებლად მეცნიერები იყენებენ სენსორებს, რათა გაიგონ წყალში არსებული ჟანგბადის დონე. ასევე ლაბორატორიული ანალიზით შესაძლებელია დადგინდეს მძიმე მეტალების შემცველობა ნიადაგში. თუმცა არსებობს გზებიც, რომლებიც არ საჭიროებენ ადამიანების მიერ გამოგონებული ინსტრუმენტების გამოყენებას. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ფრინველებზე დაკვირვება. მათ ქცევასა და პოპულაციების რაოდენობის ცვლას შეუძლია საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოგცეს არსებულ ეკოსისტემაზე და მის პრობლემებზე. ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც გამოიყენება ეკოსისტემის მდგომარეობის შესასწავლად, უწოდებენ ინდიკატორ სახეობას. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია იადონის შეყვანა ქვანახშირის შახტაში მუშაობის დროს. იადონები ძალიან მგრძნობიარეები არიან კარბონის მონოქსიდისა და მეთანის მიმართ, მეტად მგრძნობიარენი ვიდრე ადამიანები. თუ ფრინველის ქცევაში შეინიშნება მოწამვლის რაიმე ნიშნები, მეშახტეები მიხვდებიან, რომ ამ ადგილზე მუშაობა არაა უსაფრთხო და სასწრაფოდ დატოვებენ მას. როგორ ვარჩევთ ინდიკატორ სახეობას? პირველ რიგში არჩეული სახეობა სწრაფად უნდა რეაგირებდეს გარემო ცვლილებებზე. სახეობა, რომელიც ნაკლებად რეაგირებს ამა თუ იმ ცვლილებებზე, შესაბამისად ნაკლებ ინფორმაციას მოგვაწვდის. ფრინველებსა და მათ საარსებო არეალს შორის მჭიდრო დამოკიდებულება ფრინველებს ძალიან სასარგებლოს ხდის გარემოს შეფასებისთვის. ასეთ დროს ისინი არიან ინდიკატორები გარემო პირობების გაუმჯობესებისა და გაუარესების. ამით ისინი დიდ სამსახურს უწევენ როგორც საარსებო არეალს, ასევე ადამიანებს. 1950-იან წლებში ევერგლეიდსში დაიწყეს არხებისა და ჯებირების მშენებლობა, რათა შეეცვალათ წყლის მიმართულება. ევერგლეიდსი ჭარბტენიანი ადგილების მოყვარული ფრინველებისთვის საბუდარ ადგილს წარმოადგენდა. ფრინველების პოპულაცია კი დამოკიდებულია მათი მსხვერპლის სახეობების რაოდენობაზე, როგორიცაა ამფიბიები, რეპტილიები, თევზები და სხვა. მშენებლობების დაწყების შემდეგ მსხვერპლის სახეობების რაოდენობა ძალიან შემცირდა, რამაც გავლენა იქონია მობუდარ ფრინველებზეც. მათი რაოდენობა ევერგლეიდსში ყოველწლიურად მცირდებოდა, რის შემდეგაც მეცნიერები მიხვდნენ, რომ მშენებლობების დაწყების შემდეგ ადგილობრივი ეკოსისტემის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაშიც ფრინველები გვეხმარებიან, არის დაბინძურების დონის განსაზღვრა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ფრინველთა პოპულაციების კლება უფერო ქიმიური პესტიციდის გამო, რომელიც საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა რეიჩელ კარლსონის ნაშრომის ჩუმი გაზაფხულის გამოსვლის შემდეგ. ფრინველები იყვნენ პირველი არსებები, რომელთა პოპულაციებმაც დაიწყო კლება. ქიმიური პესტიციდის ორგანიზმში დაგროვების შემდეგ მდედრები დებდნენ თხელნაჭუჭიან კვერცხებს, რომლებიც ინკუბაციის დროს ტყდებოდა და შესაბამისად ბარტყებსაც ვერ ზრდიდნენ.
იხსენიებენ. სწორედ ამიტომ იკლო უამრავი სახეობის პოპულაცია. მეცნიერებს დიდი წვალება არ დასჭირვებიათ ხალხის დასარწმუნებლად, რომ ქიმიური პესტიციდის გამოყენება მავნე მწერების გასანადგურებლად საფრთხის შემცველია ფრინველებისთვის, რადგან ხალხის უმრავლესობა თავადაც ამჩნევდა ფრინველთა მასიურ კლებას. შესაძლოა შეგხვედრიათ პატარა ფრინველის სახელად ღობემძვრალა, რომელიც ხშირად ჩვენს ბაღებში შეიძლება ვნახოთ. ეს მცირე ზომის არსება ძალიან დიდ ინფორმაციას გვაწვდის გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით. დოქტორმა სტივენ ბილისმა და დოქტორმა ფილიპ სტივენსმა გამოიკვლიეს ეს სახეობა და დადგინდა, რომ ევროპის ჩრდილოეთი ნაწილის პოპულაციები სულ უფრო იზრდება. კონტინენტის სამხრეთ ნაწილში კი ტემპერატურის მატებასა და ზაფხულის გაუსაძლიანობასთან ერთად ღობემძვრალას პოპულაციები შემცირდა. ეს და სხვა ბევრი მაგალითი ადასტურებს, რომ ფრინველები არა მხოლოდ ეკოსისტემის ნაწილი, არამედ მისი მაკონტროლებელი ელემენტებიც არიან. მათი ქცევა სიმპტომებივით მეტყველებს გარემოში მიმდინარე პროცესებზე. სიუჟეტის ავტორს საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ნამდვილად და პრინციპში ამის ცოდნა აუცილებელია ყველა ადამიანისთვის. იმიტომ რომ ბუნებასთან უნდა იყო ახლოს და შესაბამისად უფრო უკეთ დაგეგმავ შენს ცხოვრებას, როცა გრძნობ ბუნებას და რაღაც ცოდნებსაც ფლობ. ამასობაში დრო არის რომ შევიხედოთ ინტერნეტ სივრცეში და ნახოთ თუ რომელი თემებია ყველაზე აქტუალური. ვებსიახლეები დილის ტალღაში. როგორც ჩანს, ბრიტანეთის სამეფო ოჯახში დრამა დასასრულს ჯერ არ უახლოვდება. პრინცმა ჰარიმ BBC-სთან ახლახან ემოციური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ოჯახთან დაძაბულ ურთიერთობაზე იმედგაცრუებასა და მათთან შერიგების სურვილზე საუბრობს. პრინცის თქმით, სასოწარკვეთილი იყო, როდესაც სასამართლო დავა წააგო ბრიტანეთში უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა მეგან მარკლმა სამეფო ტიტულებზე უარი განაცხადეს და ამერიკაში გადასახლდნენ, ბრიტანეთმა მათ დაცვაზე უარი განაცხადა. ამის გამო პრინცმა სასამართლო დავა წამოიწყო, რომელიც გასულ პარასკევს წააგო. სასექსის ჰერცოგი ამბობს, რომ მეფე მას აღარ ესაუბრება უსაფრთხოების თემის გამო. თუმცა თავად აღარ სურს ჩარლზ მესამესთან დავა, რადგან არ იცის რამდენი დრო დარჩა მამამის. წინა წელს ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 76 წლის ჩარლზს სიმსივნე აქვს. პარასკევს გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ პრინცმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვერ წარმოიდგენს ისეთ სამყაროს, სადაც მისი ცოლისა და შვილების ბრიტანეთში გადმოყვანას შეძლებს. ძალიან ბევრი უთანხმოება იყო ჩემსა და ჩემს ოჯახის წევრებს შორის დაამატა მან, თუმცა ისიც თქვა, რომ ახლა მათ უკვე ყველაფერი აპატია. ძალიან მინდა შერიგება ჩემს ოჯახთან. დავის გაგრძელებას აზრი არ აქვს. სიცოცხლე ხომ ასეთი ძვირფასია, თქვა პრინცმა ჰარიმ, რომლის თქმითაც უსაფრთხოების საკითხი მის ოჯახთან ყოველთვის უთანხმოების მთავარი მიზეზი იყო. ინტერვიუ BBC News-თან პრინცმა ჰარიმ კალიფორნიაში ჩაწერა მას შემდეგ, რაც წააგო სარჩელი ბრიტანეთში ყოფნისას მისთვის და მისი ოჯახისთვის საჭირო დაცვის გამოყოფის თაობას. გადავიდეთ კიდევ ერთ საინტერესო თემაზე, რატომ ჩნდება შუახნის ასაკში ღიპი. მეცნიერებმა დამნაშავე იპოვეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ღეროვანი უჯრედების ახალი ტიპი CPA, რომელიც შუახნის ასაკში მუცლის არეში ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს. ეს მიგნება საშუალებას გვაძლევს, რომ ასაკთან ასოცირებულ ჭარბწონასთან საბრძოლველად ეფექტიანი თერაპიები შევიმუშაოთ. ზომაზე დიდი მუცელი, იგივე ღიპი შუახნის ასაკის ადამიანებში განსაკუთრებულად შესამჩნევია. ცხიმის ასეთი განაწილება სწრაფ დაბარებასა და ნელ მეტაბოლიზმს უკავშირდება, რაც დიაბეტის, გულსის დარღვთა დაავადებებისა და სხვა ქრონიკული მდგომარეობების რისკს ზრდის. შესაბამისად, გამომწვევი მიზეზების გამოვლენა მნიშვნელოვანია. ეს საკითხი City of Hope-ის კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა შეისწავლეს, მათი მთავარი უჯრედული მექანიზმის იდენტიფიცირება შეძლეს, რომლის მუცლის არეში ასაკთან ასოცირებულ ცხიმის დაგროვებაში მონაწილეობს. ახალი ნაშრომი გამოცემა Science-მა გამოაქვეყნა. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები ხშირად კუნთს კარგავენ და ცხიმს იმატებენ, მაშინაც კი, როცა სხეულის მასა უცვლელი რჩება. აღმოვაჩინეთ, რომ დაბერების პროცესი ღეროვანი უჯრედების ახალი ტიპის გაჩენას განაპირობებს, რომელიც სხეულში ცხიმოვანი უჯრედების მასშტაბურად წარმოქმნას იწვევს, განსაკუთრებით მუცლის მიმდებარედ. აცხადებენ სპეციალისტები, რომლებმაც ექსპერიმენტები თაგვებზე ჩაატარეს და შედეგები ადამიანის უჯრედების გამოყენებითაც დაადასტურეს.
ისინი თეთრ ცხიმოვან ქსოვილზე კონცენტრირდებიან, რომელიც ასაკთან ასოცირებულ წონის მატებაზეა პასუხისმგებელი. აქამდეც ვარაუდობდნენ, რომ ამ ქსოვილებს დაუსრულებელი ზრდის პოტენციალი ჰქონდა, რის დასატესტადაც ადიპოციდის პროგენოტორული უჯრედები გამოიყენეს. ესაა ვეთში არსებული ღეროვანი უჯრედები, რომლებიც ცხიმოვან უჯრედებად გარდაიქმნება. მეცნიერებმა ახალგაზრდა და ხნიერი თაგვების სხეულიდან APC მცირე ასაკის მღრღნელების სხვა ჯგუფს გადაუნერგეს. აღმოჩნდა, რომ ხანდაზმული ცხოველების ამგვარმა ქსოვილებმა ცხიმოვანი უჯრედების კოლოსალური რაოდენობა წარმოქმნა, ახალგაზრდებისამ კი არა. შემდეგ სპეციალისტებმა ახალგაზრდა და ხნიერი თაგვების APC გენის აქტიურობა შეადარეს, დადგინდა, რომ პირველ ჯგუფში აქტიურობა თითქმის არ იყო. შუახნის ასაკში კი ახალი ცხიმოვანი უჯრედები ინტენსიურად წარმოიქმნებოდა. ეს საინტერესოა, რადგან წესით დაბერების პროცესში ღეროვანი უჯრედების ზრდის უნარი ქვეითდება, მაგრამ APC-ის შემთხვევაში პირიქით ხდება. მკვლევარებმა ლაბორატორიაში სხვადასხვა ასაკის ადამიანების APC უჯრედები შეისწავლეს და შუახნის ინდივიდების ნიმუშებში იგივე CPA შენიშნეს. ადამიანის ორგანიზმში ბიოლოგიური მექანიზმი უკეთ გასაგებად დამატებითი კვლევებია საჭირო, მაგრამ ახალი მიგნება მოწინავე თერაპიების შესამუშავებლად იმედის მომცემია. კიდევ ერთ საინტერესო კვლევას მოგაწვით, ელექტროსიგარეტის მომხმარებლები სერიოზული საფრთხის წინაშე დგებიან. ექსპერტების გაფრთხილება. ამერიკაში მცხოვრები თინეიჯერი იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული ფილტვების დაავადებით დაინფიცირდა, რომელსაც პოპკორნის ფილტვებს უწოდებენ. დადგინდა, რომ დაავადების მიზეზი მოზარდის მიერ 3 წლის განმავლობაში ფარულად ელექტროსიგარეტის, ეგრეთ წოდებული ვეპის გამოყენება იყო. პოპკორნის ფილტვები, ანუ ბრონქიოლიტის ობლიტერანსი იწვევს მცირე სასუნთქი გზების ანთებას და მათი დაზიანების შედეგად სუნთქვის გაძნელებას, ხველას, დაღლილობას და ქოშინს. ეს ტერმინი 2000-იან წლებში გავრცელდა, როცა პოპკორნის ქარხანაში მომუშავე რამდენიმე ადამიანს ქიმიური ნივთიერება დიაცეტილის ჩასუნთქვის შედეგად ფილტვების დაზიანება აღენიშნა. დიაცეტილი არის არომატული ნივთიერება, რომელიც ჰაერში აეროზოლის სახით ხდება. ტოქსიკური და აზიანებს ფილტვებს. სწორედ ეს ნივთიერება აძლევს პოპკორნს მსუყე, კარაქიან არომატს. მიუხედავად იმისა, რომ დიაცეტილი ბრონქიოლიტის ყველაზე ცნობილი გამომწვევი მიზეზია, ეს დაავადება ასევე შეიძლება გამოიწვიოს სხვა ტოქსიკური ქიმიკატების ჩასუნთქვამაც, მათ შორის არასტაბილურმა კარბონილურმა ნაერთებმა, როგორებიცაა ფორმალდეჰიდი და აცეტალდეჰიდი. სწორედ ეს ნივთიერებები შეინიშნებიან ელექტროსიგარეტის ორთქლში. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ პოპკორნის ფილტვების მკურნალობა ვერ ხერხდება. როდესაც ფილტვები უკვე დაზიანებულია, თერაპია მხოლოდ სიმპტომების მართვით შემოიფარგლება. ეს შეიძლება მოიცავდეს ბრონქიდილატორებისა და სტეროიდების გამოყენებას, უკიდურეს შემთხვევაში კი ფილტვის გადანერგვას. ელექტროსიგარეტები განსაკუთრებით თინეიჯერებსა და ახალგაზრდებშია პოპულარული, რაც არომატული სითხეების მრავალფეროვანებით აიხსნება. ბამბის ნაყინი, მანგო, ტკბილეული და სხვა. ამ არომატებთან ერთად ორგანიზმი იღებს ქიმიურ ნარევს, რომლის ინგრედიენტები უსაფრთხოა საკვებად, მაგრამ სახიფათოა შესასუნთქად. საკვების შემთხვევაში ქიმიური ნივთიერებები გადის ღვიძლის ფილტრაციას და მხოლოდ შემდეგ ხვდება სისხლში, მაგრამ ელექტროსიგარეტის მომხმარებლებისას ეს ქიმიკატები პირდაპირ ფილტვებში ხვდება და წამებში ვრცელდება ძირითად ორგანოებზე. გესმის დემეტრე? ექსპერტების შეფასებით დღევანდელ ელექტროსიგარეტებში 180-ზე მეტი არომატული ნივთიერებაა გამოყენებული. მათი გაცხელებისას იქმნება ახალი ნაერთები, რომელთა ინჰალაციური უსაფრთხოება ხშირად საერთოდ არაა შესწავლილი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მწარმოებელი დიაცეტილს არ იყენებს, მისი შემცველები აცეტოინი და პენტანდიონი შესაძლოა ასევე მავნე აღმოჩნდეს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დასტურდება იმ მოზარდის ისტორიით, რომელმაც ელექტროსიგარეტის მოხმარების შემდეგ მიიღო შეუქცევადი ფილტვების დაზიანება. ეს ფაქტი მოგვაგონებს 2019 წლის ვეიპის კრიზისს ამერიკის შეერთებული შტატების, როცა ასობით ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა და 10-ობით დაიღუპა. მაშინ პრობლემა უკავშირდებოდა ვიტამინ E-ს, აცეტატს, რომელიც გახურებისას მომწამულელ აირს წარმოქმნიდა. ასე რომ ნებისმიერი გასახურებელი მოსაწევი საშუალება ძალიან მავნეა ჯანმრთელობისთვის და ყველა ახალგაზრდას და არა მხოლოდ ახალგაზრდას მოუწოდებ, რომ ნებისმიერი ტიპის მოწევა მავნებელია
ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. დემეტრე, შენც მინდა რომ ეს გითხრა, რომ ყველამ ერთად დავანებოთ ყველანაირი ტიპის მავნე მოსაწევს. მადლობა ანა, ხაზი რო გავუსვიდა დღეს ეს თემა წამოწია წინ კი ნამდვილად სახიფათოა ორგანიზმისთვის. ეხლა კი უნდა გავაგრძელოთ გადაცემა და მომდევნო რუბრიკის რომ მოვიდა ჩვენს ეთერში გემრიელი რუბრიკა შენი კერძი. ქეთა თხილაიშვილი ამჯერად გამომცხარი ბულგარული სალატ შემოგთავაზებს. მშვიდობის როგორ ხართ? მე ვარ ქეთა თხილაიშვილი და დღეს უნდა მოვგიბზადოთ ძალიან საინტერესო და ასევე ძალიან გემრიელი გამომცხარი წითელი ბულგარული სალატი. აქ მაქვს წინასწარ გამომცხარი წითელი ბულგარული. მარტივად ბულგარულები მოვათავსე საცხობ ფორმაში, მოვასხი ზეითუნისეთი, ოდნავ მარილი და მოვათავსე ღრუბელში 180 გრადუსზე 9 საათის განმავლობაში. შემდეგ რა თქმა უნდა გავაგრილე და გავწმინე და გავაცალე კანები. აქ მაქვს ქინძი, მაკიდო და იასამისფერი ხახვი, ხმელი ქინძი, ხმელი სუნელი და ხაჭო არაჟანთან ერთად გარეული, როგორც ვთქვით, ძალიან მიყვარს და ყველა სალატს ამშვენებს. და მოდი პირველ რიგში ბოსტნეული დავჭრათ, ავიღებ მწვანილებს. და აქვე მინდა გითხრათ, რომ დავამატებ სულ ცოტა რეჰანი. აი ეს საკმარისი იქნება. მწვანილი გადავიტანოთ ჯამში. დავჭრათ ახლა ხახვი. კალებად ვჭრით, ჯერ შუაში გაჭრით და შემდეგ უკარი ესე. აი ესე. გადაგვაქვს ესეც ჯამში. ხახვი განსაკუთრებით უხდება ამ სალატს. ესეც ასე გადმოვიტანოთ ჯამი და ვიღებთ ბულგარულს და დაჭრით მაგივრად. ავიღებთ ესე და ვშლით. აი ესე პატარა ნაწილებად დავშლით. უკვე გამომცხარია და ძალიან მარტივად შეგვიძლია ესე დავძენძოთ, დავშალოთ. ამ სალატში მე არ გამოვიყენებ ზეთს, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, ბულგარულ სანამ შემწვავდი, მანამდე მოვასხი ზევიდან ზეითუნის ზეთი. ამიტომ ეხლა ამას როდესაც დავამატო, ძალიან ზედმეტი იქნება. ესეც ასე. დავშალოთ ბულგარული. აქვე მაქვს ხაჭო და არაჟანი, ყველაზე გემრიელი კომბინაცია, რომელიც ძალიან გემრიელ соуს ქმნის. ვამატებთ ახლა სალატში. ორი სუფრის კოვზი საკმარისია. ახლა დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი. მარილი. და წიწაკების მიქსი. სულ ეს არის, ის გადაგრჩენია მხოლოდ რომ ამ ყველაფერს კარგად მოვურიოთ. აი ესე, ავურიოთ და ჩემი აზრით კარგი იქნება თუ დავაყოვნებთ, ოდნავ გავაჩერებთ ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში, იმიტომ რომ გემოები უფრო გაუგრძეს. ნახეთ როგორ გემრიელად გამოიყურება. მოდი ახლა თქვენთან ერთად დავაგემოვნებ. ძალიან გემრიელია მართლა და ძალიან რაღაცა ცოცხალი გემოები აქვს. ეს ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს ძალიან უხდება. დღეისათვის სულ ეს იყო. მე მომდევნო რუბრიკაზე დაგემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, ნახვამდის. მადლობა ქეთას, ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ახლა შემოგვიერთდა, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღა, სტუდიაში მე დემეზოვიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ასევე შევახსენოთ ან მაყურებელს ისიც რომ ჩვენ Facebook გვერდზეც ვართ პირდაპირ ეთერში, ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები, Instagram-ი, Facebook-ი, TikTok-ი, ქართული ასოებით საძიებო ველში ჩაწერეთ დილის ტალღა, იქ ამოვარდება. ჩვენი ოფიციალური გვერდი მოგწერეთ და აკომენტარეთ რუბრიკებზე და ასევე ქეთას გასული რუბრიკაც შეგიძლიათ იხილოთ, ჩაიწეროთ ინგრედიენტები და მოამზადოთ სახში გემრიელი და ნოყიერი კერძი. კი, ნამდვილად, პრინციპში ამასობაში უკვე შესრულდა 9 საათი საქართველოს დროით და აჭარის ტელევიზიაზე ახალი ამბების დრო მოვიდა. ჩვენი კოლეგა სულხან წულუკიძე უკვე პირდაპირ ეთერში ყავს. სულხან, დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა, სულხან. მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიახ, 9 საათია და ახალი ამბების დრო. გისმენთ.
თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრებში, რომლებზეც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, ევაკუაცია არ გამოცხადებულა. სავაჭრო ცენტრებმა სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი პროტოკოლით იხელმძღვანელა. სავაჭრო ცენტრებში განაცხადეს, რომ მუქარის შემცველი შეტყობინება არ მიუღიათ. ცნობისთვის გუშინ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საელჩომ თბილისის 3 სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მუშაობდნენ. ამასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება და მოუწოდა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს პატივის სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას. ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცემა ბათუმელებისა და ნეტ გაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომაზე პროკურატურის მიერ წარდგენილ მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. საქმის მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. შესაძლოა პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ირაკლი დგებუაძე აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, რომელმაც გამოძიების ფარგლებში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მიერ ცივის გაწმის შედეგად სახის არეში ტკივილი აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლოს სხდომაზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელიაც გამოიკითხა. მზია ამაღლობელს ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით აქვს აყენებული, პარალელურად სასამართლო მის მიმართ ბრალს 2 ადმინისტრაციული მუხლით განიხილავს. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობების ანდრო ჭიჭინაძის, იუმორის ტონის ეცხადადისა და კიდევ 9 პირის მიმართ სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბოლო პროცესით ისინი კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნულს ითხოვდა პროკურატურა მტკიცებით, რომ არსებობს მიმალვისა და დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ადვოკატები შუამდგომლობდნენ დაკავებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს გამოყენებას თავაზობდნენ. აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორის ტონის ეცხადადისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით მომდევნო 24 საათში მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი ღაზში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ პოტენციურ ახალ წინადადებაზე. ნახოთ რა მოხდება ამჟამად. ბევრი საუბარია ღაზის შესახებ, ასე რომ სავარაუდოდ მომდევნო 24 საათში გაიგებთ, აღნიშნა ტრამპმა. ისრაელი ღაზაზე თავდასხმებს აგრძელებს. გასულ ღამეს ისრაელმა რამდენიმე საათის განმავლობაში ორჯერ მიიტანა იერიში ღაზაში მიმდებარე სკოლაზე. ჯამში 24 საათის განმავლობაში ისრაელის დარტყმების შედეგად ღაზაში სულ მცირე 46 პალესტინელი დაიღუპა. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში 4-დღიანი ვიზიტით ჩავიდა, როგორც ცნობილია, ჩინეთის პრეზიდენტი 9 მაისს გამარჯვების აღლუმს დაესწრება. ასევე იგეგმება შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან. გასულ თვეს პუტინმა ჩინელი კოლეგამ მთავარ სტუმრადაც კი მოიხსენია. შეგახსენებთ, რომ აღლუმს სი ძინპინთან ერთად ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვაც დაესწრება. სტუმრების სიაში ასევე დასახელებულები არიან ინდონეზიის, ბურკინა ფასოს, ეგვიპტის, ზიმბაბვეს, კონგოს, მიანმარის, კუბას, ეთიოპიისა და ეკვადორული გვინეის ლიდერები. სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საყვამორიდან შავი ბოლი ამოვიდა. კონკლავის პირველ დღეს კარდინალებმა ახალი პაპის არჩევა ვერ შეძლეს. მონაწილე კარდინალებიდან ვერც ერთმა ხმების 2/3 ვერ მოაგროვა. ამჟამად კარდინალები სიქსტეს კაპელიდან კვლავ სანტა მარიას სახლში დაბრუნდებიან, რაც განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით ხდება. გენჭისყრის მორიგი რაუნდები მომდევნო დღეებში გაგრძელდება. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე მათ აკრძალული აქვთ გარესამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობს. რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. ბათუმში მომღერალ დავით კენჭიაშვილის კონცერტი გაიმართა. მომღერალმა თავისი ცნობილი სიმღერები და ხალხურ მოტივებზე შექმნილი კომპოზიციები შეასრულა. დავით კენჭიაშვილის საიუბილეო საღამოს მხარდაჭერა ბათუმის მერიამ გაუწია. ქართული ადათ-ჩვეული ტრადიციების ასეულებების წარმოჩენის დღეა და აი ხალხი როგორ
ამას ემოციებით აღიქვამს ყველაფერს და ძალიან კარგი იყო, ძალიან მოგვეწონა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა დავსწრებოდეთ კენჭაშვილის კონცერტს. ვისიამოვნებ ძალიან. მადლობა ბატონ დავით, ულოცავ დღევანდელ დღეს დაბადების დღეს და ინიციატივით გამოვდივართ, რომ ყოველი დაბადების დღე ბათუმში აღნიშნოთ ასეთი კონცერტით და დიდი ფეირვერკით. ძალიან დიდი ემოციები მივიღე. არ ველოდი, ამართლა არ ველოდი. ძალიან ბევრ რაღაცაზე ფიქრობდი, მაგრამ როდესაც ბათუმელი ხალხი და არა მარტო ბათუმელი მოვიდა დღეს ბათუმში, აქ იმხელა ემოცია მივიღე, ალბათ ყველა იქიჯდა და ყველამ ეს დაინახა, ყველამ ეს ყველაფერი. ამიტომ უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო ბათუმელ ადამიანს, ბათუმელ ხალხს მინდა გადაუხადო უდიდესი მადლობა და არა მარტო ბათუმელ ხალხს, ვინც მოვიდა, ვინც დრო დაკარგა ჩემი გულისთვის, მათ მინდა ყველაზე დიდი მადლობა გადაუხადო. ემოციები კი იცით, აგერით ჩვენი მეგობრები და მუსიკოსები აღტოვანებული არიან ამ დინამიკით. ამიტომ არ ვიცი, კარგის მეტი არაფერს თქმა არ შემიძლია და ეს იყო ჩემს ხელთარსებული ბოლო ინფორმაცია. ამ და სხვა სიახლეებით პირდაპირ ეთერში 10 საათზე დავუბრუნდებით, დაგველოდეთ დროებით. დროებით სულხან გემშვიდობებით, ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას. წინ კიდევ საინტერესო თემები გელოდებათ, თუმცა მანამ შევახსენოთ მაყურებლებს, რომ თქვენ უყურებთ დილის ტალღას და ჩვენ ამ გადაცემის წამყვანები ანა შემოძე და დემეტრე ზოიძე ვართ. ნახოთ გადაცემის მეორე ნაწილის ანონსი და მალე დაგიბრუნდებით. გადაცემის მეორე ნაწილში დაელოდეთ ამინდის უტყუარ პროგნოზს მეტეოროლოგ კობა ფარტენაძისგან. სპორტული რუბრიკით ჯიჯი შემოგვიერთდება. რუბრიკაში მოდა ყველასთვის კრიტიკოსზე და მოდის დიქტატორად წოდებულ ანა ვინტურზე ვისაუბრებთ, რომელიც 1988 წლიდან ბრიტანული ვოგის მთავარი რედაქტორია და მისი გავლენა მოდის სფეროზე ფაქტობრივად ნახევარი საუკუნეა. უძლებელია არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. სტუდიაში ნარკოლოგთან ერთად ვისაუბრებთ საშიში ნარკოტიკული საშუალებების შესახებ, რომლებმაც არაერთი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. რა საფრთხის წინაშე შედგანან მოზარდებით და როგორია ნარკოდამოკიდებულების პრევენციის გზები. ჩვენი ეთერიდან გაიგებთ. გადაცემის მესამე ნაწილში ნახავთ თუ რატომ ვერ ვუნარჩუნებთ სისუფთავეს ქალაქის ქუჩებს ხანგრძლივად და რა შეუძლია თითოეულ მოქალაქეს. არასწორად გადაყრილი ნაგავი, ძაღლის ფეკალიების დატოვება, კომერციული ობიექტების ნარჩენები და სხვა არაერთი მაგალითი იმისა, თუ რა ანაგვიანებს ჩვენს გარემოს. და ბოლოს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაისობა, ტოლერანტობა და სოლიდარობა. ეს ის ღირებულებების საფუძველია, რაზეც ევროკავშირი აშენდა. 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება. სტუდიაში სტუმართან ერთად სწორედ ევროპულ ღირებულებებზე ვისაუბრებთ. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. დავბრუნდით ეთერში და როგორც გადაცემის დასაწყისში შეგვირდით, ჩვენი კოლეგა კობა ფარტენაძე უნდა შემოგვერდეს ახლა და უნდა გითხრას თუ როგორი ამინდი იქნება სრულიად საქართველოში დღესაც და პრინციპში შესაძლოა მომდევნო დღეების ინფორმაციაც გამოვსწყოთ. კობა, დილამ შვიდობისა. დილამ შვიდობისა. დილამ შვიდობისა, რა თქმა უნდა გეტყვით. ამომწურავად პასუხს უახლოეს დღეებზეც, დღევანდელ ამინდზეც. საქართველოში დღეს შედარებით მოიღრუბლება, გასული დღისგან განსხვავებით. გუშინ სრულიად მზიანი დღე გქონდა ჩვენს ქვეყანაში. დღეს კი შედარებით ღრუბლიანი ამინდი იქნება და ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. ბათუმში მოღრუბლულია დილიდან, ღამით დასავლეთის ძლიერი ქარი ცქროდა, თუმცა წინ საკმაოდ თბილი ამინდი გველოდება, 26 გრადუსი იქნება და მზე გამოანათებს მალე და დაცხება ჩვენს ქალაქში. ხვალ კი ტემპერატურა დასავლეთის დაბლობზე 33 გრადუსამდე მოიმატებს და საკმაოდ ცხელი დღე გველოდება წინ სანაპირო კურორტებზეც. სანამ უშუალოდ კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს უახლოესი დღეების პროგნოზს, დღევანდელი ტემპერატურული ფონი განვიხილოთ უპირველესად. ბათუმში 26 გრადუსი იქნება. ჩვენს ეკრანზე გამოჩნდება ხანმოკლე წვიმა, მაგრამ ეს მცირე ხანმოკლე წვიმა უკვე იყო გამთენიისას ჩვენს ქალაქში დასავლეთის ქართან ერთად, ასე რომ ეხლა უკვე მზე გამოვა და უნალექო დღე გველოდება. ასეთივე სიტუაცია ქობულეთშიც და 26 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა. ქედაში 23 გრადუსი იქნება, შუახევში 22 გრადუსი, ხულოში 19, გოდერძ უღელტეხილზე კი 12 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა ამოსალოდნელი. ოზურგეთში 26, ურეკშიც 26 გრადუსი იქნება,
ლანჩხუთი ჩოხეტაური 24-25 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა. ბახმაროში 15 გრადუსი იქნება, ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ფოთი ანეკლია. სოხუმი 26 გრადუსია მოსალოდნელი და უნალექო ამინდი. სოხუმში იქნება მხოლოდ ხანმოკლე წვიმა. ზუგდიდში 25 გრადუსი უნალექო დღე. კოპიტნარსა და ქუთაისში 24 გრადუსი იქნება და მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. საირმეში 20, მესტიაში 22, ბორჯომში 23, ბაკურიანში 17 გრადუსია მოსალოდნელი და ხანმოკლე წვიმა იქნება. აბასთუმანში 18 გრადუსი, ახალციხეში 24, გორში 25, ცხინვალში 24, დედაქალაქში 26 და თელავში 25 გრადუსია მოსალოდნელი. გორი, ცხინვალი, თბილისი, თელავი უნალექოდ ჩაივლის დღევანდელი დღე. როგორც უკვე აღნიშნა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველოში ხვალ ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთის დაბლობზე 33 გრადუსი იქნება, სანაპირო კურორტებზე და აღმოსავლეთის ბარში კი +30 გრადუსამდე მოიმატებს მაქსიმალური ტემპერატურა. სრულად მთელი დღის განმავლობაში გვექნება მზიანი ამინდი. გარუჯის მოყვარულებისთვის არის იდეალური დღე ხვალისთვის. რაც შეეხება შემდგომ დღეებს უკვე ზეგღამით დასავლეთის ქარი ჩაანაცვლებს აღმოსავლეთის ქარს, მაგრამ დღისით ისევ გამოიდარებს და მოკლედ ნელ-ნელა საქართველოში სტაბილური, მზიანი და თბილი დღეები დაგვიდგა. როგორც იქნა კობა, მიხარია ეს ყველაფერი და ყველას გვიხარია, ცოტა დაგვიგვიანდა ზაფხული, მაგრამ მთავარია ნოყიერი იყოს ჩვენი ზაფხული. დიდი მადლობა, ხვალამდე გემშვიდობებით, ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ დილის ტალღა. ბედნიერად. გემშვიდობებით, ხვალამდე ჩვენ კი მომდევნო რუბრიკაზე უნდა გადავინუსხოთ და სპორტის დრო მოვიდა ჩვენს ეთერში. პირდაპირ სივრცეში, მონიტორის სივრციდან შემოგვიერთდება გიგა ჯიჯავაძე. ჯიჯი, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ფეხბურთს უყურეთ გუშინ. სამწუხაროდ მე არ არჩენად ყურებია კვარას თამაშს. არ მეყურებია, მაგრამ რაღაცა კვარას წარმატებების შესახებ Facebook-ზე პოსტებიდან შევიტყვე. არ მეცალა სამწუხაროდ ფეხბურთის საყურებლად. საინტერესო შედეგი დააპირისპირა 2007 წლის. მე ასევე მაინტერესებს გუშინ იყო თუ არ ვცდები დინამო ბათუმის თამაში, კიდე აი ეგ ანგარიშიც მაინტერესებს, იმიტომ რომ არც ეგ არ ვიცი და ამ ყველაფერს ალბათ შეგან გავიგებ. ხო და მომისმინეთ მაშინ. ხო და გისმენთ. მოკლედ, დილის ტალღაში სპორტის დრო. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვიწყებთ სპორტზე საუბარს და რა თქმა უნდა დავიწყოთ საუბარი გუშინდელი დღის მთავარი თემით. ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს 31 მაისს მიუნხენში ალიანს არენაზე. ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი მილანის ინტერს დაუპირისპირდება 2007 წლის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ უთამაშია და ხვიჩა კვარაცხელიას აქვს შანსი რომ ეს ტიტული კიდევ ერთხელ მოუტანოს საქართველოს ყურადღებას. მოკლედ 31 მაისს ხვიჩა კვარაცხელია მიუნხენში შეეცდება მილანის ინტერის დამარცხებას. უნდა ვთქვათ ის, რომ ბოლო 3 წელიწადში მილანის ინტერი უკვე მეორედ მოხვდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ერთხელ მოიგოს ტიტული, ერთხელ კი დამარცხდა, ხოლო პარიზელებისთვის ეს პირველი ფინალია და პირველი შანსი იმის, რომ ჩემპიონთა ლიგის აი სანუკვარი თასი, რომელზეც ოცნებობს მთელი პარიზი და პარი სენ-ჟერმენის გულშემატკივრები, პირველად აღმართონ მოკლედ საკუთარით თავის მაღლა, ასე რომ ყველანი ველოდებით 31 მაისს და იმას, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი გახდება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. გუშინ აღნიშნეს ფანებთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა. მათ შორის იყო ხვიჩა კვარაცხელია, ძალიან მაგარი სანახაობა იყო, მოკლედ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა იმეჯერ ახსენებთ ხვიჩა კვარაცხელია ტავტოლოგიაში არ ჩავითვალოთ. უბრალოდ სხვა დღეს სხვა მთავარი თემა ნამდვილად არ არის. ნამდვილად საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, დაძაბული. პირველ 15 წუთის განმავლობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსენალის დომინაცია იყო, მაგრამ რუისის გოლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მშვიდად, ადვილად მოიგო პარი სენ-ჟერმენმა და მოიპოვა ფინალის საგზური, ასე რომ კიდევ ერთხელ ულოცავ პარი სენ-ჟერმენის ყველა გულშემატკივარს და განსაკუთრებით ჩვენი ქართველი ვუნდერკინდის ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც გუშინ აი ესე ძალიან ნერვიული საღამო ჰქონდა. ასე რომ მოკლედ 31 მაისს ველოდებით ყველანი.
გავაგზავნოთ ახლა დავბრუნდეთ საქართველოში, გუშინ კრისტალოთ ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. დღესაც არის შეხვედრები. დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე 2-3 დათმო იბერია 1999-დან. 2 დაუმარცხებელი გუნდი შეხვდა 12 ტურის გავლის შემდეგ. არც ერთ გუნდს არ ჰქონდა მარცხი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და შესაბამისად საინტერესო ყველაზე დიდი ინტრიგა მატჩი ეს იყო, ვინ დათმობდა პირველი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მიმდინარე გათამაშებაში შეხვედრას და სამწუხაროდ ეს ბათუმელთა გულშემატკივრისთვის იყო ბათუმის დინამო 2-3 მოკლედ პაულაუსკას და მარას გოლებს სიხარულიძემ, ტაბატაძემ და ჯინჯოლოვამ უპასუხეს. კაი თამაში გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ცუდ დროს იყო შეხვედრა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ვინც იყო მოსული მოედანზე ჩქარობდა სახში წასვლას, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგის თამაში იყო, მაგრამ საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი დაესწრო მაინც ამ შეხვედრას და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი სიამოვნება მიიღეს, კარგი თამაში იყო, უხკოლიანი შეხვედრა იყო, ასე რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ჩემპიონატში შეგვიძლია თვალი ვადევნოთ ხარისხიან და კარგ ფეხბურთს, ასე რომ იარეთ ფეხბურთზე, რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა ხოლმე სტადიონზე, მით უფრო კარგი სანახაობა გამოვა მე დარწმუნებული ვარ. სხვა შეხვედრებიც ვნახოთ, როგორ დასრულდა. დინამო იბერიაზე ვთქვი, სამგურალმა დათმო გაგრასთან შეხვედრა 0-2, ხოლო დილამ ტორპედოსთან ასევე 0-1 დათმო შეხვედრა. როგორც ხედავთ, ტორპედო ნელ-ნელა იკრებს იმძალებს, რაიმედებიც დავასებიც იყო მასზე გაცემული ჩემპიონატის დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ცუდად დაიწყეს, როგორც ხედავთ, კრიზისი ნელ-ნელა აღმოიფხვრა ქუთაისურ გუნდში, შესაბამისად შედეგებიც მოვიდა. ვნახოთ ცხრილი როგორ გამოიყურება 13 ტურის შემდეგ. იბერია 33 კულით პირველ ადგილზე, მეორე ადგილზე დინამო ბათუმია 24 კულით 13 შეხვედრიდან, ხოლო სამეულს დილა ასრულებს 13 თამაშიდან 23 ქულა. დინამო თბილისია მეოთხე ადგილზე 19 კულით, მეხუთეზე ტორპედო, შემდეგ გაგრა, სამგურალი, კოლხეთი, თელავი და გარეჯი. დღესაც გაიმართება 2 შეხვედრა, ვნახოთ ამ შეხვედრების ანონსი. დინამო თბილისი თელავს დაუპირისპირდება 19 საათზე ეს შეხვედრა დაიწყება, ხოლო ტური დასრულდება გარეჯისა და კოლხეთის დაპირისპირებით, ორი აუთსაიდერი შეხვდება ერთმანეთს, ასე რომ საინტერესო შეხვედრები უნდა გამოვიდეს დღეს. მეორე ლიგაშიც საინტერესო შეხვედრებია. ნახოთ, 9 მაისს გაიმართება მე-11 ტური, სპაერი გონიოს დაუპირისპირდება, სპაერი გათამაშების ლიდერია, სიონი მარტვილის მერანი, ესეც ძალიან დაძაბული შეხვედრა უნდა გამოვიდეს, დინამო თბილისის დუბშემადგენლობა იბერიას დუბშემადგენლობას დაუპირისპირდება, რუსთავის სამტრედია, ხოლო ლოკომოტივი მეშახტეს მიიღებს ეს შეხვედრები ყველა 9 მაისს გაიმართება. ვნახოთ ცხრილი სპაერია 24 ქულით პირველ ადგილზე, მეორე ადგილზე მერანი 19 ქულით, მესამე სამეულს კი პოლისი სიონი ასრულებს 15 ქულით, გონიო 10 თამაშიდან 13 ქულით მეხუთე ადგილზეა, ასე რომ ყველაფერი ჯერ კიდევ ბრძოლა წინ არის. თბილისში 16 მაისს 19 საათზე დინამო არენაზე გაიმართება ლეგენდების მატჩი, ძალიან ბევრი სოფლიო დონის ლეგენდა ჩამოვა და განსაკუთრებული ყურადღება ალბათ რა თქმა უნდა რონალდინიოსკენ არის მიმართული. ის საქართველოში ითამაშებს, ასე რომ ვისაც გიყვართ ფეხბურთი, ვისთვის ფეხბურთი ასოცირდება რონალდინიოს ფინტებთან, იმ თამაშთან, რომელიც მან წლების განმავლობაში აჩუქა ფეხბურთის მოყვარულებს, მე ვფიქრობ, გულგრილი არავინ დარჩება, ვინც ამ შეხვედრაზე წავა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 16 მაისს 19 საათზე დინამო არენაზე გაიმართება ეს შეხვედრა. ბილეთები იყიდება, უკვე დაწყებულია, ძალიან ბევრი ბილეთი უკვე გაყიდულია. ასე რომ შეგიძლიათ ვისაც გინდათ ამ შეხვედრას დაისწროთ, ბილეთები შეიძინოთ. მოდი მოვუსმინოთ ქართველ ლეგენდებს, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას, მათი კომენტარები საინტერესოა ამ მატჩთან დაკავშირებით. ძალიან მიხარია ბიჭების გაყვავისთან ერთად მთელი ცხოვრება ფეხბურთს თამაშობდი ნაკრებში. ყოველთვის ასიამოვნოა მათი ისევ ნახვა ვარჯიში, თამაშისთვის მომზადება ეს პროცესი, რაც უკავშირდება უკვე თამაშს და ვფიქრობ, რომ ყოველთვის ძალიან საინტერესო არის. მოწინააღმდეგე უკვე თქო ვითამაშეთ ინტერთან, მილანთან, ახლა ჩამოდის რა თქმა უნდა ბარსელონას, სადაც ასევე თამაშობენ სოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები ჩვენი თაობის და რა თქმა უნდა გულშემატკივრისთვის ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სანახაობა იქნება. განწყობა ამაღლებული, ყოველთვის ასიამოვნოა, როდესაც ძველ მეგობრებთან ერთად ვარჯიშობ, ფეხბურთს თამაშობ, იხსენებ ახალგაზრდობას. ბევრი ისედაც ვარჯიშობთ ყოველდღიურად და ვცდილობთ ფორმაში ვიყოთ, თუმცა ბევრს აკლია, ჭირდება ვარჯიში და გონია რომ სასიამოვნო თამაში იქნება. ისიამოვნებს მაყურებელი, გულშემატკივარი. საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ.
და შესაძლებელობაა რომ ავიანთი საყვარელი ფეხბურთელები გაიხსენონ კიდევ ერთხელ. ყველას თავის ზეიმი აქვს, ყველას თავის თამაში აქვს და ყველას თავის ჩემპიონთა ლიგა აქვს, ხო იცი და რავი ჩვენც აი ამ ყველაფრის რაღაცნაირად თბილისში გადმოტანას ვცდილობთ. საქართველოში უბრალოდ წინა იყო ბათუმში, სხვა ქალაქებში, დღეს არის თბილისში, თბილისის დინამოს სტადიონზე იქნება და რა ვიცი თუ ვინმეს ალბათ დიდი ფეხბურთი უთამაშია, მათ რიცხვებშია რონალდინიო და ყველა დანარჩენი. შესაბამისად აქ სადაც ფეხბურთი ესეთი მნიშვნელოვანია და ესე რომ უყვართ და განსაკუთრებით რომ უყვართ, მე მგონი ყველასთვის ნათელია, რა კარგი და ლამაზი დღე გველოდება. ყველას და განსაკუთრებით გულშემატკივარს. როგორც შენახსენე, ალბათ აი დიდებიდან, ვისაც მართლა ოქროს ბურთის ფლობელიც არის და ვისაც ეკუთვნოდა, ხო, მარადონადან დაწყებული მესით, ნეიმარით, რა ვიცი, კიდევ ბევრი დამთავრებული, რონალდინიო არ ყოფილა ამ ქვეყანაში, ჩვენ ქვეყანაში არ უთამაშია და აი ის რო ის ჩამოდის და ჩვენც რო ესე რა ქვია, ვემზადებით, ეს უკვე ბევრ ამას ნიშნავს ჩვენთვის და იმედია რომ გულშემატკივარი აი მას ოდნავ გვიან, მაგრამ მაინც იხილავს თბილისის დინამოს სტადიონს კიდე ერთი ფენომენალური რა ქვია, ფეხბურთელი დაემატება მის ისტორიას და რა ვიცი, ყველას ველით რომ ლამაზ საღამო ვაჩქოთ თბილისს და საქართველოს. რა თქმა უნდა, როგორც წინაზე იქ ინტერთან, მილანთან ძალიან სასიამოვნო რომ სამფეხბურთელები ჩამოდიან. აი ამათვის ახალგაზრდა თაობისთვის, არა მარტო ამათვის ჩვენთვისაც. ჩვენი თაობისთვისაც, რომელიც ამ ხედავარსკვლავებს გულშემატკივრობდა მსოფლიო დონის ფეხბურთელებს და ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, რა ისევ ამდენი წლის მერე ჩემ მეგობრებთან ერთად, ვისაც მომიწია წლების მანძილზე ეროვნული ნაკრების დაცვა და თამაში, შევიკრიბებით ისევ გავიხსენებთ, გავაგორებთ ბურთს. მოკლედ იმ გულშემატკივარს, იმ ბარსელონას იმ გულშემატკივარს, რომელიც გულდაწყვეტილია ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზურის ვერ მოპოვებით, შეუძლია თავი დაიმშვიდოს, იმიტომ რომ ბარსელონას ლეგენდები კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 16 მაისს თბილისში რონალდინიოს მეთაურობით ჩამოვლენ, ასე რომ ბარსელონას გულშემატკივრებს გულდასაწყვეტი არაფერი აქვს, ფინალი თუ არა, აი ლეგენდების მაინც ნახავენ დინამო არენაზე და ბოლო ამბავი ისევ ბარსელონას ეხება და ისევ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრს თორნიკე შენგელია ბარსელონას კალათბურთელია 2+1 ესეთი კონტრაქტი გააფორმა თორნიკე შენგელიამ და ის უკვე ევროპული კალათბურთის გრანდის საკუთრება, შეგვიძლია ესე ვთქვათ, კალათბურთელია, რასაც ულოცავ მას, ძალიან კარგი გუნდია, ევროლიგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფავორიტი და შესაბამისად კიდევ ერთი ძალიან წარმატებული ტრანსფერი შეგვიძლია დავარქვათ კალათბურთში. თორნიკე შენგელია ბარსელონას კალათბურთელია, ულოცავ ყველა კალათბურთის გულშემატკივარს და განსაკუთრებით თორნიკე შენგელიას. მოკლედ ესეთი იყო სპორტული ამბები. მე ხვალ 10-ის 15 წუთამდე დაგემშვიდობებით და აქვე სპოილერებთ, დაგიანონსებთ, რომ ხვალ ვისაუბრებთ რაგბის შესახებ. დიდი 10-ის ფინალი გაიმართება 11 მაისს ქუთაისში და სარაგბო კლუბ ბათუმის წარმომადგენლები იქნებიან ჩემი სტუმრები ხვალ დილიდან, ასე რომ დარჩით, არცად არ გადართოთ, დაელოდეთ ყველდან გადაცემას. მე კი ხა ანას და დემეს უნდა დაუბრუნდე და თქვენთან ერთად გავაგზავნო გადაცემის სკერა. ანა, დემე. მადლობა, ჯიჯი, ხვალამდე გემშვიდობებით. ჩვენ კი უნდა გავაგზავნოთ საინტერესო თემით გადაცემა. გისმენთ არა? მე რატომ ისმენ? მოდა ყველასთვის ესეთი რუბრიკა გვაქვს, რომელიც ესეთი რუბრიკა გვაქვს და შენ გინდოდა რომ მე წარმედგინე ეს რუბრიკა, შენ ძალიან გიყვარს ეს თემა და მოხდენილად ჩაცმა და შენც განსაკუთრებულად ყოველთვის კარგად გამოიყურებ. კი, ნამდვილად, დიდი მადლობა. კარგი. გავაგრძელოთ. მოდის კრიტიკოსი, ამერიკული Vogue-ის რედაქტორი და მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღონისძიების მეტ-გალას ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა ვინტური წლებია მნიშვნელოვან ფიგურად რჩება მოდის სამყაროში. ხოდა მეშინია მე ამ ქალბატონს. რატო?
რაღაცა ისეთი ენერგიები აქვს, როდესაც სოციალურ უყურებ, გორი ყველას ეშინია და მარტომი არ ვარ ამ სიაში. კი, ქალბატონი საინტერესო ხედვებითა და გამოცდილებით დღემდე ბევრი კრეატიული დირექტორისა თუ სხვა ფიგურების მთავარ რისხვად რჩება, რადგან ყველას ეშინია მისი ხშირ შემთხვევაში მისი უზუსტესი შეფასების. სწორედ ანა ვინტური იქნება რუბრიკა მოდა ყველასთვის დღევანდელი ეპიზოდის მთავარი გმირი. ვნახოთ, როგორ მოვიდა ის აქამდე და რისი გათვალისწინება შეიძლება მისი საკმაოდ დახვეწილი სტილისგან. მოგესალმებით. ეთერშია რუბრიკა მოდა ყველასთვის. დარჩი ჩვენთან ვიყურეთ ბოლომდე და მოისმინეთ რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ გავიმარტივოთ ყოველდღიური სამზადისი, როგორ მოვემზადოთ სწრაფად, მარტივად და რა თქმა უნდა თუ სურვილი გვაქვს ტრენდულადაც. მთელი მსოფლიო ახლა მედგალას ირგვლივ ტრიალებს. ეს არის მთავარი მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება. რა თქმა უნდა, დღევანდელ რუბრიკაში მე არ დავიწყებ ვარსკვლავების სამოსების განხილვას და იმას თუ ვინ გამოიყურებოდა ყველაზე უკეთ, ნუ თქვენ შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ თქვენი აზრი ამის შესახებ და საინტერესო მოსასმენი იქნება. თუმცა ესეთი მთავარი ფიგურის, რომელიც თანაორგანიზატორიც გახლავთ ამ ღონისძიების, მოდის მთავარი კრიტიკოსის და ეგრეთ წოდებული დიქტატორის ანა ვინტურის შესახებ იქნება დღევანდელი გადაცემა. ნახოთ რა რჩევები აქვს ანა ვინტურს მოდურად ჩაცმის მოყვარულთათვის და უფრო მეტიც, უკეთესი თვალსაჩინოებისთვის მე მეორადების მაღაზიაში ვეცდები რამდენიმე ლუკი ავაწყო სწორედ მისი რჩევების დახმარებით. წავედით. თუ ანა ვინტური ატარებს შავს, ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ტექსტურას. ეს ტექსტურა შეიძლება იყოს მატყლი, ზამში ან ხავერდი. ის ყოველთვის ატარებს შავ სათვალეებს. ამბობენ, რომ ამით ანა თავისი კაცრი გამომეტყველების დაფარვას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ვინტური ცოცხალი ლეგენდაა, ძალიან ცოტა მიცის, როგორ გამოიყურებოდა ის კარიერის დასაწყისში. ანა ვინტური 1959 წელს ლონდონში დაიბადა. გოგონა პატარაობიდანვე დაინტერესებული იყო მოდით და რა თქმა უნდა ჟურნალისტიკით. სკოლის დამთავრებისთანავე ანამ ლონდონის მოდური ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჟურნალ Harper's and Queen's მოდის განყოფილების ასისტენტი გახდა. 3 წლის შემდეგ ვინტური მთავარი რედაქტორის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა ახალ რედაქტორთან კონფლიქტმა სამსახურის დატოვება აიძულა. ამის შემდეგ ანა საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც მუშაობა Harper's ბაზართან დაიწყო. 1988 წელს კი მისი ოცნება საბოლოოდ ახდა და 34 წლის ასაკში იგი ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორი გახდა. ამ პოზიციას ანა ვინტური დღემდე იკავებს. ანას არ უყვარს მოსაწყენი ლუკები. მისი კაბების ძირითადი ნაწილი გაფორმებულია ფერადი პრინტით, უმეტესად კი ყვავილებით. სწორედ ამიტომ მას ხშირად აღნიშნავს, რომ მისი ყველაზე საყვარელი მოდის სახე არის Gucci, რადგან Gucci-ის კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე სწორედ ფერად პრინტსა და ყვავილებს იყენებს ხშირად. ყოველ შემოდგომაზე ანა ვინტური ატარებს ტყავის ჩექმებს მუხლამდე მასიური ქუსლით. ისინი შეიძლება იყოს უბრალო ან ტყავის ნაწარმისთვის დამახასიათებელი ნიმუში. ანა ასეთ ფეხსაცმელს შანელის კოსტიუმებს, კაბებსა და გრძელ ქურთუკებს უხამებს. 1994 წლიდან ანა ვინტური ატარებს კრემისფერ მანოლო ბლანკის ფეხსაცმელს. ტრენდული რედაქტორი იყენებს მათ როგორც უნივერსალურ ფეხსაცმელს, რომელიც შეესაბამება ნებისმიერ შემთხვევას. მას არასოდეს აცვია მოკლე ან ძალიან გრძელი ქვედაბოლო. Vogue-ის რედაქტორმა აღნიშნა, რომ მიუხედავად კლასიკური სტილისა, მას ძალიან უყვარს ჯინსი. თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს ადგილები, სადაც ჯინსის ჩაცმა კატეგორიულად არასასურველია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უნდა დავესწროთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, ან მივდივართ თეატრში, ან თუნდაც რჩეულის მშობლების გასაცნობად. ანას თავად ფართო, კომფორტული სტილის ჯინსები მოწონს. ჩვენ კი გვირჩევს, რომ ის ჩვენივე ფიგურის მიხედვით ავარჩიოთ. გახსოვდეს, მოდის სფეროში წარმატების მისაღწევად საჭიროა მოთმინება და დიპლომატიურობა.
დიდი და თამამი იდეები, რომელსაც ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება. კლებია ეს ქალი აქტუალურობას არ კარგავს და ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ მას შესთავაზეს, რომ დაესვენა და სხვისთვის გადაელოცა ეს თავისი საქმიანობა, თუმცა კატეგორიული უარი განაცხადა სულ ახლახანს პრინც ჩარლზმა შესთავაზა ყველანაირი პერსპექტივა იმისთვის, რომ ბევრად უკეთყოფილიყო, თუმცა უარი განაცხადა საკუთარი საქმის სხვისთვის დათმობაზე და პრინციპში არ ვიცი ეს ეგოიზმია თუ ძალიან დიდი პროფესიონალიზმი აქ შეიძლება ვიდაოთ. მაგრამ ყველაზე მეტად მე მისი ერთი ეს გამონათქვამია თუ ფრაზა არ ვიცი რა დავარქვა, ის ამბობს, რომ თუ ოდნავ მაინც გეშინია კრიტიკის, მაშინ ჩათვალე, რომ შენ ვერაფერს ვერ მიაღწევ ცხოვრებაში და აზრი არ აქვს დილით ადგომასაც კიო. ეს არის მისი მთავარი მოტივი, ასე რომ თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიო, კრიტიკასთან უნდა იყო შეხმატკბილებული, იმიტომ რომ როდესაც წინ მიდიხარ და რაღაც წარმატების საფეხურებს გადიხარ, კრიტიკა აი ესეთია თამდევია ამ ყველაფრის და ესეც შენი ორგანული ნაწილი უნდა გახდეს. რაც უფრო მეც გაკრიტიკებენ, ესე იგი უფრო საინტერესო ხარ. კი, ნამდვილად ესეა და ასევე საინტერესოა შენი შეხედულებით მოგწონს თუ არა ანა ვინტურის, რაც გაბრიელა მისაუბრა, ლუკები როგორც იხდენს თვითონ და ჩექმებზეც გაამახვილა ყურადღება მაგალითად ჩექმებს ატარებს. ახალგაზრდობიდან რომ აი ეს ვარცხნილობა აქვს და არასოდეს არ შეცვლილა მისი იმიჯი და არც ეს არ ზოგადად ძალიან საინტერესო ქალია და ალბათ ერთ დღეს მოვიცლი და მის რაღაცა ფსიქო ტიპსაც შევეცდები რომ გავეცნო, იმიტომ რომ რაღაცები არის მასში საინტერესო და იდუმალი და ვფიქრობ რომ შესაძლებელი ამ ყველაფრის გარკვევა, მაგრამ ყველაზე მაგრად მისი როლი შეასრულა მერილ სტრიპმა ფილმში ეშმაკსაცუა პრადა, გენიალურად შეასრულა და გადმოსცა ის ყველაფერი, თუ როგორი ხასიათის და როგორი ფსიქოტიპის ქალბატონია ანა ვინტური, ეს ძალიან კარგად გამოვიდა ვარსკვლავს. კი, ნამდვილად კარგი ფილმი გაიხსენე და მოკლედ ვისაც არ გაქვს ნანახი ჯერ კიდევ თუ არსებობს ესეთი ადამიანი აუცილებლად უნდა უყუროს და ის ზუსტად არის ფსიქოტიპით როგორ გამოიყურება ნამდვილად ფილმში ანა ვინტურის პერსონაჟი. ეხლა კი შევახსენოთ მაყურებლებს რომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი სოციალური ქსელები, Instagram-ი, Facebook-ი, TikTok-ი, ქართული ასოებით საძიებო ველში ჩავწეროთ დილის ტალღა. იქ ამოვარდება ჩვენი ოფიციალური გვერდი, მოგწერეთ, დაგვაფოლოვეთ და ჩვენც უკავშირი გვექნება. ეხლა დილის ტალღის მაყურებელი უნდა გადაიწყოს რადიო ტალღებზე და პირდაპირ ეთერში ილო შავიშვილი და თეონა ზედანია შემოგვიერთდება. დილის რადიო სტუმარი. საინტერესო შეხვედრები, საინტერესო თემებზე. დილამშვიდობისა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას, კიდევ ერთხელ მივესალმებით რადიო მსმენელებს და დღეს პირველად ტელემაყურებელს. წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას. დღეს თალასემიაზე ვსაუბრობთ დაავადებაზე, რომელიც პირველად 1925 წელს აღწერეს. რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? დღეს თალასემიის მსოფლიო დღეა. თალასემიაზე სასაუბრო დილის რადიოს სტუმარი გახლავთ ექიმი, ჰემატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი ნინო წოლიკიძე. მოგესალმებით, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. თქვენს მსმენელებს. და ჩვენ როგორც აღნიშნეთ, ეს დაავადება პირველად 1925 წელს აღწერეს და რა არის ეს და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? ეს დაავადება პირველად ამერიკელმა ექიმმა თომას კულმა 1925 წელს ნამდვილად სწორად აღწერა, როდესაც ისწავლობდა პაციენტებს, ანუ ბავშვებს, რომლებიც იყვნენ ევროპიდან და მათში შეინიშნებოდა უჩვეულო ანემიები, განვითარების ჩამორჩენა და ნივთიერებადაცვლის დარღვევები. ამის შემდეგ, როდესაც იკვლევდნენ ამ პროცესებს, აღმოჩნდა, რომ ამ პაციენტებს ჰქონდათ სისხლში თანდაყოლილი ჰემოლიზური პრობლემები და საბოლოო ჯამში მივიდნენ იქამდე, რომ აქ იყო პრობლემა თვითონ სისხლში არსებული ერითროციტის გლობინის ჩაწვლის ცვლილებასთან. ეს დაავადება არის გენეტიკური, როგორც ჰომოზიგეტური, ასევე ჰეტეროზიგოტური, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ
დაავადება შეიძლება გადაეცეს როგორც დედიდან და მამიდანაც, ასევე შეიძლება იყოს მხოლოდ დედიდან გადაცემული ან მამიდან. თვითონ ხდება პროცესი მე-11 ან მე-16 ქრომოსომაში არსებული ცვლილებით, რის შედეგადაც სისხლში გვაქვს პრობლემები, ანუ ჰემოლიზური სინდრომი, ეს ნიშნავს სისხლში ერითროციტების დაშლით მიმდინარე ანემიები. და რა ხდება ძირითადად ამ დროს? ერითროციტში ჩვენ გვაქვს ჰემა და გლობინი, ეს არის ჯაჭვი, რომლითაც ხდება თვითონ სისხლში არსებული ჰემოგლობინის ან სისხლში არსებული ჟანგბადის ტრანსპორტირება და მიწოდება თავის ტვინთან, გულთან, ღვიძლთან. ამ პროცესის დროს გლობინში არსებული ცილის ჯაჭვები, როგორც არის 2 ბეტა და 2 გამა ჯაჭვის შედეგად დარღვევის დროს გვაქვს ეს ცვლილება. ანუ რა ხდება ამ დროს? ხდება ამ გენების ცვლილებები, თუ კი გენში გვაქვს რომელიმე ცვლილება, ეს იწვევს მისი ჯაჭვების ცვლილება, შესაბამისად ვერ იკავშირებს ჟანგბადს, ერითროციტის ფორმაც არის ცვლილებული, ანუ უფრო პატარა ზომის არის, რადგანაც მათში ნაკლული გენები არის და შესაბამისად ვერ ხდება მისი ტრანსპორტირება. პლუს ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა კლებულობს. როცა მათი ხანგრძლივობა არის 120-დან 120 დღემდე საშუალოდ, ისინი ცხოვრობენ 90-80 დღე. შესაბამისად, უფრო მეტად გვაქვს გაძლიერებულად დაშლა და მასთან არსებული სხვა სიმპტომებიც, ანუ სიყვითლე, ძელენთის გადიდებაც და ზოგადი სისუსტეებიც. ამ დაავადების დროს ხოლმე პაციენტები მოგმართავენ როგორც ჩვილობის ასაკიდან ზრდასრულ ასაკამდე. როგორია სიმპტომები და როგორ უნდა შეამჩნიოს ეს მშობელმა, საიდან უნდა გაუჩნდეს ეჭვი, რომ რასთან აქვს საქმე? ნახეთ, ეჭვის მიტანა იწყება ორსულობის პერიოდიდანაც კი, ანუ ყოველთვის ანამნეზურად ვეკითხებით ორსულს, ანუ გინეკოლოგები ეკითხებიან ხოლმე, რამდენად არის მათ ოჯახურ შემთხვევებში, რადგანაც გენეტიკურია, მსგავსი პრევალენტური დაავადება, ანუ ქონდა მამის ახლობლებს, მშობლებს, თვითონ ალბატონის მშობლებს, აქედან უკვე იწყება დიაგნოსტირება, თუ კი რომელიმე ოჯახში არის მსგავსი ფაქტი, აკეთებენ მე-11, მე-16 კვირაზე, როგორც მახსოვს, ამნიოცენტეს, ეს არის გამოკვლევა თვითონ საშვილოსნოში და სითხის და შესაძლებელია გახდეს პლაცენტის რაღაც ქსოვილის ამოღება და მითი დათესვა. ამით ჩვენ წინასწარ ვიკვლევთ, არის თუ არა ახალშობილი ამ გენის მატარებელი. თუ კი გენის მატარებელია, ის უკვე ახალშობილობის პერიოდიდანაც დგება აღრიცხვაზე ჰემატოლოგთან და ხდება მისი მონიტორინგი. თუ კი ეს მსგავსი სიტუაციები ვერ ხდება, პირველი 1 წლის განმავლობაში, დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში შეიძლება პაციენტს ჰქონდეს სისუსტე, ზრდაში ჩამორჩენა, განვითარების რაღაც სხვა დარღვევები, თუ კი ეს არის უფრო მძიმე პროცესი და უფრო ბევრი გენი არის დაზიანებული და ამ დროს უკვე, ანუ ნახეთ, 1 წლამდე შეიძლება დიაგნოსტირება ვერ მოხდეს, რადგანაც ახალშობილში ჯერ კიდევ არის ფეტალური ჰემოგლობინი. ეს არის ის ჰემოგლობინი, რომელიც არის ჩანასახოვანი, ან დედიდან გადაცემული, სანამ ეს ფეტალური ჰემოგლობინი მუშაობს, შეიძლება ახალშობის პრობლემები არ ქონდეს. მაგრამ უკვე ეს 1 წელი ის პერიოდია, როცა უკვე ფეტალური ჰემოგლობინი საერთოდ აღარ უნდა იყოს. 1 წლის მერე უკვე ვლინდება ჩვილები და როგორიც არის ახალშობილისთვის სიყვითლე უმიზეზო, ზრდაში ჩამორჩენა, პერიოდულად გალურჯებები, სისხლჩაქცევებით შესაძლებელია იყოს, ელენთა გადიდებულია, მუცლის ზომაში მატება და აი ამ სიმპტომების მიდიან უკვე ექიმთან და ხდება დიაგნოსტირება. რაც შეეხება ასაკოვან პაციენტებს, ან ჩვენი ასაკის რო ვთქვათ, მსგავსი ეს უკვე მცირე თალასემიების ჯგუფში გადის და ესეთი პაციენტები შეიძლება ხშირად იყოს, თუმცა არც იცოდეს რომ მატარებელია. კლინიკური სიმპტომები და ჩივილები იგივეა როგორც ნებისმიერი ანემიის დროს, ეს არის სისუსტე, თავბრუსხვევა, ყურებში შვილი შექმნება, ძალის დაქვეითება, ზოგადად ძილიანობისაკენ მიდრეკილება. ამ დროს უბრალოდ ვაკეთებთ ბანალურ სისხლის საერთო ანალიზს, რაც ყველა პაციენტს ვეუბნებთ რომ გააკეთოს და ჩვენ გვაქვს რაღაცა პატარ-პატარა ნიუანსები, რომელიც ექიმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ დაავადების დროს, როგორც ჩვეულებრივი რკინა-დეფიციტური ანემიის დროს, შესაძლებელია იყოს ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებლები, ამასთან ერთად თვითონ ერითროციტების საშუალო მოცულობის პატარა, ანუ ერითროციტები აქვთ, როგორც დამახასიათებელი არის რკინა-დეფიციტურის დროს. ამ დროს, რა თქმა უნდა, ვიკვლევთ უკვე შატის რკინას. თუ კი რკინა-დეფიციტური ანემიის დროს შატის რკინა არის დაბალი და შეპონჭვათ რკინის არის მომატებული, ვამბობთ, რომ კლასიკური რკინა-დეფიციტური ანემია, მაგრამ თალასემიის დროს
რკინა ყოველთვის უმეტეს შემთხვევაში გვაქვს ნორმაში ან ნორმასთან შედარებით უფრო მაღალი. თუ კი ეს სიმპტომი გვაქვს, უკვე ეჭვი მიგვაქვს იმასთან, რომ უნდა იყოს თალასემია. ან თალასემიის შემთხვევაში უკვე ვიკვლევთ სხვა ვიტამინებსაც, იქ ფოლიუმის მჟავასაც, B12-საც, იმიტომ რომ საჭიროების შემთხვევაში უნდა დავნიშნოთ ეს ვიტამინები, რომ გავაუმჯობესოთ მდგომარეობა. ასევე ელენთის ზომაც ამ პაციენტებს დროთა განმავლობაში ახასიათებთ ხოლმე ელენთის ზომის შემატება იმის გამო, რომ ელენთა არის ერთ-ერთი მეორად ძვლის ტვინის შემდეგ მეორე მთავარი სისხლბადი ორგანო, სადაც ხდება უჯრედების გაფილტრვა და ანუ ასაკიანი სისხლის უჯრედების გაფილტრვა და უკან რეცირკულაციაში გადასვლა. ახლა რაც შეეხება მართვას, როგორ ხდება მართვა? აი ეს დიაგნოზი განაჩენი არ არის უბრალოდ დიაგნოზი ნამდვილად განაჩენი არ არის უბრალოდ დროულად უნდა მოხდეს პაციენტი ექიმთან მართვა ხდება იმის გათვალისწინებით თუ რა ხარისხის დაზიანებები გვაქვს რა სიმპტომებია და პლუს ჰემოგლობინის რა მაჩვენებელია დავიწყოთ ყველაზე მძიმე შემთხვევაში ბავშვთა ასაკში თუ კი მძიმე თალასემიასთან გვაქვს საქმე და იქ სერიოზული გენეტიკური მუტაციები არის არჩევანი არის რომ დაწყებული იქნას ჰემოტრანსფუზია ანუ სისხლის გადასხმები პლუს ამ ასაკში ყველაზე კარგი საშუალება არის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია და რამდენჯერ მეკეთდება ტრანსპლანტაცია ამ დროს შესაძლებელი არის სრულიადაც გამოჯანმრთელება ოღონდ აქ რა თქმა უნდა დონორული ტრანსპლანტაციაზე მაქვს საუბარი იმიტომ რომ თავისი ღეროვანი უჯრედები უკვე დაზიანებულია და ძვლის ტვინიც რა თქმა უნდა დაზიანებული აქვს ასაკობრივ პაციენტებს რაც შეეხება ამ შემთხვევაში უკვე იმის მიხედვით რა მაჩვენებლები გვაქვს დარკინის რა დონეა ხოლმე ვუნიშნავთ ფოლიუმის მჟავას რომელიც უწყობს ხელს ძვლის ტვინში ნორმალურ ერითროპოეზს შესაძლებელია B12-ის დეფიციტიც იყოს ასევე C ვიტამინს ვნიშნავთ ან ზოგადად ვიტამინოთერაპიას მივმართავთ ხოლმე თუ კი ანუ ამ პაციენტების ყველაზე ხშირი პრობლემა არის რკინით გადატვირთვა ანუ თვითნებურად შეიძლება იყოს დანიშნული რკინის მედიკამენტები, რომელიც საერთოდ არ ჭირდება, ან იღებდეს ასევე გარდა იმისა, რომ ექიმა ოჯახის ექიმა დაუნიშნა, რადგანაც ეს გადაჭარბებით რკინის რაოდენობა ორგანიზმში იწვევს მეორად პრობლემებს ღვიძლისას, იმიტომ რომ სადღაც უნდა დაალაგდეს და დაილექოს იწვევს ღვიძლის პრობლემებს, გულის პრობლემებს, ძვალსახსროვან პრობლემებს, შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რკინა გამოვიდეს ორგანიზმიდან და ამისთვის იყენებენ აფერეზებს, დესფერალის მედიკამენტებს. ასაკში 18 წლის ზემოთ ძალიან იშვიათი არის ხოლმე მძიმე თალასემიების პრევალენტობა, თუმცა ჩვენ მქონდა რამდენიმე შემთხვევა პრაქტიკაში, ესეთი პაციენტები ძირითადად ჰემოტრანსფუზია დამოკიდებულები არიან დაახლოებით 2 თვეში, 3 თვეში ერთხელ მოვდიან კლინიკაში, ისხამენ რაღაც კონკრეტული რაოდენობის ერითროციტებს, მიდიან სახლში, ცხოვრობენ უბრალოდ ესენი არიან ძირითადად ჰემოტრანსფუზია დამოკიდებული, პრაქტიკულად ვერაფერს ვერ ვაკეთებთ ამ პაციენტებთან, გარდა იმისა, რომ პერიოდულად ფილტრავთ სისხლს, რომ რკინა იყოს ნაკლები და ვასხამთ სისხლს. და 2-3 თვეში ერთხელ. კი, ამ პაციენტებისთვის, რომელმაც უკვე იცის, რომ არის თალასემიის პაციენტი, აუცილებელია, რომ აი თვეში ერთ-ერთ ჩაიტაროს სისხლის საერთო ანალიზი, რომ მოსაოდნელი ანემიის ძალიან კრიტიკულ ზღვამდე არ იქნეს მიყვანილი და 3 თვეში ერთხელ რკინის განსაზღვრა რო არ მოხდეს, აი რკინის დიდი ოვერლაპი ესეთ ვეძახით ხოლმე, ზედმეტად გადატვირთვა, რომ დროულად მოხდეს მისი ორგანიზმიდან გამოყვანა. დღეს თალასემიის მსოფლიო დღეა, ასეთი თარიღები უპირველესად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანიც, რომ გაგვეგვა ამ დაავადებაზე უფრო მეტი და პრევენციის ზომებზე, მართვაზე და ასე შემდეგ. მადლობა თქვენ რომ იყავით. მიგვეწოდებოდა მთავარი გზავნილი რაც ამ დაავადებას ახლავს. მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად თალასემიაზე ვსაუბრობდით. დიდის რადიოს სტუმარი გახლდათ ექიმი, ჰემატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი ნინო წოლუკიძე. ტელემაყურებელს ვემშვიდობებით რადიო მსმენელთან მალე დაუბრუნდებით დაგველოდეთ. მადლობა რადიოს ჩვენ კი საინტერესო თემით ვაგრძელებთ გადაცემას. ნარკოტიკულ ნივთიერებებს ადამიანი უძველესი დროიდან იცნობს და იყენებს, თუმცა თანამედროვე რეალობა ბევრად უფრო სახიფათო და რთულია. დღეს სამწუხაროდ ნარკოტიკების არჩევანი მრავალფეროვანია, მათი ქიმიური შემადგენლობა კი ხშირად გაურკვეველი და მავნე. ნარკოტიკები არა მხოლოდ ზრდასრულებისთვის, არამედ მოზარდებისთვისაც ხელმისაწვდომია, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს. რა ხდება იქ, სადაც ერთი მოზარდის პრობლემა მთელი ოჯახის ტკივილად იქცევა?
სირთულეებს ეჯახებიან მშობლები, როცა შვილებს უყურებენ, როგორ ენგრევად ცხოვრება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. არსებობს თუ არა სწორი გზა, რომელიც ოჯახს ამ მორევიდან გამოსვლაში დაეხმარება. სწორედ ამ თემას შევეხებით სტუმართან ერთად რამდენიმე წამში. დილის ტალღის სტუმარია ფსიქიატრი და ნარკოლოგი სერგო ცომაია. დილო მშვიდობისა ბატონო სერგო, მადლობა რომ ხართ დღევანდელი დილის ტალღის სტუმარი და მოდი დავიწყოთ სულ თავიდან და გითხარით როგორია დღეს საქართველოში მოზარდების ნარკოტიკის გავრცელების სურათი. დილო მშვიდობის მოგესალმებით, მშვიდობიან დღეს უსურვებ საქართველოს. ძალიან ესეთი კინოული თემაა, რადგანაც სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. წლიდან წლამდე ეს აბსოლუტურად მზარდი მონაცემებით არის. ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ სტატისტიკურად ვერც დავეწევით. უკვე იმდენად სწრაფად იცვლება ეს სურათი, არა მარტო საქართველოს, ზოგადად მთელ მსოფლიოში, რომ ფაქტურად ვღებულობთ გარკვეული წლების შემდეგ ისეთ თაობას, რომელიც მყარად იქნება დამოკიდებული უკვე ამ ნივთიერებებზე და შესაბამისად იქნება ძალიან ბევრი დამახინჯებული როგორც სული, ისევე ფიზიკურად და ოჯახი ფაქტიურად დაზიანებული ამ ნივთიერების გამოყენებით და მისი სოციალური შედეგებიდან გამომდინარე. ძალიან ესეთი სტატისტიკურად რა პრინციპში ითვლება ესეც არის, რომ დაახლოებით 12 უკვე 13 წლიდან დაწყებულია აქტიური მოხმარება, რა თქმა უნდა, პირველად როგორც წესი იწყებენ ეგრეთ წოდებული უსაფრთხო და აბსოლუტურად არამავნე მარიხუანით, რომელსაც უკვე მერე ერევა სხვადასხვა კიდე მინარევები, მისი მოხმარების წესიც ხო, ბულბულატორით იქ რაღაცა კიდევ და უკვე მერე, როდესაც ეს უკვე ხდება მათი ცხოვრების ეტაპზე, მათი ძირითადი არჩევანი, უკვე შემდგომ ემატება უკვე დამატებით უფრო მძიმე სინთეზური ნარკოტიკებიც. და აქედან გამომდინარე უკვე დაახლოებით დასრულების ასაკში 18-20 წლის ასაკში ვღებულობთ უკვე ფაქტურად დამოკიდებულ ადამიანს სხვადასხვა ნივთიერებებზე. პლუს, არა მარტო ნარკოტიკი, არამედ ალკოჰოლიც კი, რადგანაც აი ამ პერიოდში ბავშვებში, უფრო მკვეთრად ვითარდება და ისახება საკუთარი პიროვნების იდენტიფიცირება და რატომღაც ბრუნდებით იმ პერიოდში, როდესაც ანუ ასეთი ტიპაჟები უფრო რომანტიზირებულები იყვნენ საზოგადოებაში. თუმცა ეს ხო უფრო 90-იანი წლების კი იმ პერიოდის იყო, როცა უფრო თავისუფლება მიეცა ყველაფერს და ყველაფერი იყო, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი განუკითხავად, ასე ვთქვათ, იყო იქ სხვადასხვა ნივთიერებები, მაგრამ ამას პრინციპში სოციალური გარემოცნენელა უკვე უწყობს ხელს ის, რომ თუნდაც ყველა მშობელი დაკავებულია ოღონდ რაღაც შექმნას, რომ რაღაც გააკეთოს და პლუს ეს სოციალური მედია ზოგადად როგორც ესეთი ძალიან ასე ვთქვათ, ზედმეტი ასეთი აფიშირებით და არასწორი ჩემი აზრით მიმართულებით აფიშირებით, არა აკრძალვითი, არა უფრო ვთქვათ, არა გაცნობადი აფიშირებით ამ პიროვნებებში იწვევს ამათ ვთქვათ უფრო თავისუფალ იმას. თქვენი გამოცდილებით ყველაზე მეტად რა ასაკის მოზარდები? აი როგორც გითხარით, დაახლოებით 13 წლიდან უკვე წამოსულია და ნუ სადღაც უკვე 2 წელიწადში ეს უკვე მყარად გამოიხატება უკვე მიღებიდან და უკვე ამას ამჩნევს მერე ოჯახიც. უფრო მეტად პლუს ამას ერთვება ამ მოზარდ ასაკის რაღაც თელი რიგი ჰორმონალური ცვლილებები, გამღიზიანებლობა და ყველა ფიქრობს, რომ ეს უკვე არის იქ რაღაცა თუნდაც ესეთი შფოთვითი ფონი, მაგრამ ამ შფოთვით ფონსაც ქმნის იგივე ეს ნივთიერებები, ხო დაწყებული მარიხუანა, დამთავრებული ნებისმიერი თუნდაც ეს რაც არის ხლა მეტამფეტამინები, ამფეტამინები და კლუბური ნარკოტიკები, რომლებიც შეიძლება თავისუფლად მოგოვლინო გამშვებ მექანიზმებად კიდევ სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების და ეს უკვე პრინციპში ძალიან ცუდ წლების განმავლობაში ძალიან ცუდ შედეგებამდეც კი მიგვიყვანს აუცილებლად. გოგონები, ბიჭები არა აქვს მნიშვნელობა, ხო? ფაქტიურად უკვე წაიშალა ის ზღვარი სქესთა შორის სად უფრო შეიძლება და ყოფილიყო, იმიტომ რომ რატომღაც ასეთი პრეპარატების გასინჯვის და შემდგომ უფრო მასკულინური გოგოები წამოვიდნენ, რომლებიც ქალბატონები, რომლებიც თვლიან პირდაპირ იდენტიფიცირებად, რომ ესეც მათი არჩევანია და კი ბატონო, კი სქესთა თანაფარდობა გასაგებია, მაგრამ ასაკია ხო.
ძალიან რთულია, მოკლედ 13 წლის ბავშვი, როგორც აღნიშნეთ, 13-14 ჩვეულებრივად კი ყოლია მომართვით პაციენტები, რომლებიც ასე ვთქვათ, ამაყობენ იმით, 17 წლის იყო ერთ-ერთი 16 წლის ბავშვი მოყვანილი და მე დიდი ხანია მე ვეწევი და დიდი ხანი ნუ 16 წლის ხარ რამდენი ხანია და 12 წლიდან და ეს არ არის ერთი შემთხვევა, ეს უბრალოდ მშობელმა შეამჩნია და ამაზე გააკეთა აქცენტი და შეწუხდა, თორე არის ხო მომენტი, როდესაც არ არის შვილი სახლში საღამოს 9-11 საათზე არ არის, მოდის ვითომ ნუ დაღლილი გაბრუებული წვება იძინებს ის იმ მომენტში, როდესაც შეუძლია კიდე რაღაცეების კონტროლი და როდესაც უკვე თავის დამოკიდებულებას ეს ნივთიერება გამოავლენს ესეთ სოციალურ აშლილობებში უკვე მე მშობელი ხვდება ამ ყველაფერს მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე გვიანი აი ფიზიკურად როგორ შეიძლება რომ მივხვდეთ აი თვალის ცვლილება სხვადასხვა ნივთიერებების მიღების დროს სხვადასხვანაირი არის ეს გამოხატულება დაწყებული პირის სიმშრალიდან დამთავრებული თუნდაც გაუთავებელი საუბარით მომატებული ენერგიით და იქ მთელი საკმაოდ დიდი კრიტერიუმებია, რომთაც სხვადასხვა ნარკოტიკის და ყველაზე შესაძლებელი ფსიქიკაზე და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე როგორ აისახება, როგორ უნდა რა თქმა უნდა, ეს არის უძილობა, ეს არის მომატებული შფოთვა, გამღიზიანებლობა, პლუს გულებაგანწყობის დაქვეითება, შეიძლება იყოს თვითდაზიანების მცდელობები, რასაც სუიციდურ რისკად თვლიან და ამ დროს ეს არის მათი რაღაც კიდე ერთი გამოხატულება, ესეთი მომენტი, როდესაც საკუთარ თავს უკვე ვეღარ ფლობენ ბავშვები და ვეღარ პოულობენ საკუთარ თავს და საკუთარ ადგილს გარემოში, იმიტომ რომ უკვე თვითონაც შორდებიან და ქმნიან ფაქტიურად ისეთ წრეს, სადაც ამ საკითხით დაკავებული პიროვნებები არიან და ჩვეულებრივ სოციალურ სკოლას განერიდებიან, სამეგობრო წრეს განერიდებიან და იქნება რაღაც მანკიერი წრეები, სადაც ვიღაცები სარგებლობენ მათი მოწყვლადობით რა ეს. ბატონო სერგო, რამდენად ადვილია დღეს მოზარდების ნარკოტიკზე წტომა? რამდენადაა ეს დაკავშირებული თუნდაც სოციალურ ქსელებთან? სოციალურ ქსელებთან, რა ვიცი, საკმაოდ არის ალბათ დაკავშირებული, იმიტომ რომ ფაქტურად ის, ვინც აკეთებს ასეთ საქმეს და ყიდის და ფაქტურად აფუჭებს და კლავს მომავალთაობას, მას მორალი არ აქვს. პირიქით, მას ჭირდება ბევრი გასაღება და ბევრი შემოსავალი. ბევრი დამოკიდებული, იმიტომ რომ, ნუ ეს მომენტია და პლუს 1000-გან არის ხო რაღაც, რა ვიცი, რაღაც თავის ჩატები აქვს, რაღაც ორგანიზაციები, სადაც ხალხი, რა ვიცი, მეძებრებივით ქუჩაში ხანრას თხრიან, ხანრას თხრიან. ყველგან ვიღაცა რაღაცას ეძებს. როგორია რომ რაღაც დაკარგეს, არა, დაკარგეს. აი ეს გასაგებია ვთქვათ, კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც აქვს ტაბლეტების სახით, შეიძლება იგივე კლუბული ნარკოტიკი და ასე შემდეგ. თუმცა აი კუსტარულად დამზადებული, რომელიც ძალიან იაფიჩდება და შესაბამისად ამით ანაცვლება. მათ ფანტაზიას შემიძლია გითხრათ საზღვარი არ აქვს. პლუს ის ქიმიის ცოდნა, რაშიც ამ საკითხს ახმარენ და ამჟღავნებენ, რეალურად სწორად რო იყოს მიმართული ძალიან ნიჭიერი თაობა გვეყოლებოდა. შეუძლიათ აბსოლუტურად შექმნან ასანთის ღერებისგან, ნუ საბენზინისგან, წიწვებისგან 1000 რაღაც, აი თვალის წვეთებისგანაც კი, ჩვეულებრივად რომელიც არის სამყურო, აი აბსოლუტურად, მაგრამ ამათ ასწავლის ის ადამიანი, ვინც ეს გამოცდილება მიიღო და ეს ადამიანი მათზე აშკარად დიდია და ეს არის ყველაზე ცუდი რომ ესე არ უნდა ხდებოდეს. არსებობს უფროსი თაობა, რომელმაც ეს საკუთარ თავზე განიცადა, გაიარა და ის უნდა აძლევდეს ჩემი აზრით. პირველ თუ ეს ბავშვი აუცილებლად ქუჩაში უნდა იყოს და კი ბატონო, მშობელს გამორჩა ეს საკითხი, მაგრამ ის ვინც ამისკენ უბიძგებს ის მასზე დიდი, არ უნდა იძლეოდეს ჩემი აზრით იმის საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მოზარდ 13-14-15 წლის ბავშვს ასწავლოს რა და როგორ. ნუ არა, გასაგებია რომ მშობელმა ვერ მიაქცია ყურადღება, მაგრამ შენ, როდესაც შენ მისი მეზობელი ხარ, ათესავით ვინც ხარ, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს ამას ხედავ, იქაც შეიძლება არ არის აუცილებელი მარტო ერთი ადამიანის კონტროლის ქვეშ იყოს. ხო, ეს ყველას პრობლემაა, იმიტომ რომ ყველგან ტრიალებს ეს პრობლემა და ყველას ოჯახში შეიძლება შევიდეს ეს პრობლემა. ამიტომ არ უნდა გამოვყოთ ეს ჩემი შვილი არ არის და მე გავიარო და ვნახო ქუჩაში ბავშვი, რომელიც გამწარებული წებოს ასხავს ცელოფანში, სუნთქავს და ამით მერე გაბრუებული არის, ეს არ არის ის რომ ეს მე არ მეხება, არა, გვეხება, იმიტომ რომ ეს საზოგადოებას ეხება. ნამდვილად. საინტერესოა თუ მშობელმა შეამჩნია რომ მისი შვილი უკვე ეჯახება პრობლემას, რა ნაბიჯი უნდა გადადგას პირველ რიგში. როგორც წესი, პირველად უარყოფა ხდება ხოლმე ამ საკითხის, არა ჩემი შვილი სიგარეტსაც კი არ ეწევა, ამას როგორ გააკეთებ და
სამწუხაროდ უკვე გვიანი აზრებენ და გვიან ხდება. ხო, მიუღებლობაა პირდაპირ, ხო, არა ეს მე არა, როგორ არა არის ეს, ხო? მაშინ უნდა მიმართონ რა დროულად სპეციალისტს, რომელიც დაეხმარება. არ შეიძლება იქ გადადება და იქ იმის თქვა რომ მოდი ერთი კვირა ვაცლი. არა, ვერ აცლი, იმიტომ რომ ის უკვე ყოველდღიურად მატულობს მისი მოთხოვნა, ხო, სხვადასხვა ნარკოტიკზე კიდე პლუს დამოკიდებულების განვითარება ცოტა სხვადასხვა ვადებშია, პლუს აბსტინენციაც სხვადასხვა ვადებით არის, მაგრამ ეს ჩვენ გვაქვს საუბარი, რაც გაზომილია დასრულებში და ბავშვებში ფაქტიურად ეს დაჩქარებულია მე მათი თავის ტვინის ქერქის ყდომაც ფაქტიურად დაზიანება, ხო, რომელსაც იწვევს ის რაღაც ნივთიერებები კიდე დამატებით რაც იქ არის შემავალი და ის თუნდაც აქროლადი ნივთიერებები ეს ალკე აზიანებს თავის ტვინის ქერქს და ფაქტიურად ღებულობ უნარო თაობას, რომელიც რაღაც ინსტინქტის დონეზე უკვე მე აგრძელებს თავის ცხოვრებას და მთავარი ინსტინქტი მოპოვება არის ამ ნარკოტიკის და ყველაფრის გაკეთება ოღონდ მიიღოს ის ერთჯერადი დოზა და იშოვოს იმის ფული. ყველაფერზე წამსვლელობა. ისეთ დავაკურდი მე რასაც ვაკვირდი მე ხა შვილები მყავს ერთი 17 წლისა, მეორე 12 წლის და ეს მაქსიმალურად ჩართულობა ვცდილობ რომ დავაკურდი და თვითონ აი მოზარდების ქცევას. და შემნიშნე რომ აი თანამედროვე ახალ თაობაში 15-16 წლის ბავშვებში ძალიან მოდური გახდა ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ოღონდ ესეც უკვე ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი და ის ნარკოდამოკიდებულება ებრძვის, მაგრამ ის იმდენად ძლიერია ფიზიკურად. ამაზე დამოკიდებულებიც არიან თითქოს იქ რაღაცა სხვადასხვა დანამატებს ღებულობენ კუნთებისთვის. იქ რაღაცა მოსწრება უნდათ, ან უყურეთ რატო ღებულობენ, რომ უნდათ რომ მათი სხეული დროზე გაიზარდოს, მალე გაიზარდოს, მალე მიაღწიოს ზრდასრულობას, დაემსგავსოს მის ასე ვთქვათ, კულტ პიროვნებას, ვიღაცას მის გამოჩევიდა თუნდაც ბოდი ბილდინგზე ხო და უნდა რომ აი რაღაც მისნაირი სხეული ქონდეს. ეხლა 15 წლისა რა თქმა უნდა ვერ გახდება ის რაც არის სპორტსმენი პროფესიონალი, რომელიც არის 30 წლის და 28 წლის, ხო? ერთი კუნთოვანი მასაც უნდა გაიზარდოს. პლუს აქეთკენ ეს უკვე სუფთა ფსიქოლოგიური მომენტია გატოლება თავის კუმირთან, ასე ვთქვათ, კერპთან და უკვე აი ამის დევნაშიც არა. აქაც რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი თავი და პიროვნება არის გაიგივებული იქითკენ წლომის პიროვნებისკენ და იქაც ეს ფსიქოლოგიურად არის ეს მომენტი დამოკიდებულებას, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ შეედარება იმას, რაც აქეთკენ მეორე მხარეს ხდება. თუმცა ეს ორივე ერთად შესაძლებელია რომ იყოს. ზოგადად არა, ორივე ერთად ის რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მქონდეს შაბათ-კვირას და ორშაბათიდან პარასკევამდე წამალს ვიკეთებდნენ, მასე ცოტა არა. ბატონო სერგო, რამდენად შესაძლებელია სრულფასოვანი ესე ვთქვათ, აი კურნალობა და თავიდან რომ აიცილოს ეს მოზარდმა, თუნდაც. შესაძლებელია იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც არის мотиваცია ამისთვის. კი. ანუ სრულფასოვნად შესაძლებელია. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს დროს, ყველაფერში მნიშვნელობა აქვს მოთმინებას, ხანგრძლივობას და ნორმალურად ჩატარებულ რეაბილიტაციას. აი, როდესაც მოყავთ მოზარდები, თქვათ 14-15 წლის ბავშვები, აი ამ თვითონ ბავშვებს მკურნალობის დაწყების წინ თუ აქვთ მიმღებლობა და აი როგორია მათი განწყობები, რეაქციები, მოყვებიან გისმენენ? რაღაცა გათიშულია გონა. აქ უმეტად მოქმედებს, მშობლის ავტორიტეტი, რა თქმა უნდა, გარემოს მაინც ზემოქმედება და პლუს ის წნეხი რაც არის ხო რაღაცაზე, პლუს ამას შიშები, რაღაცებს ნახულობენ, რაღაცებს ამჩნევენ და შეიძლება კიდე უფრო თამამად და თავისუფლად, თუმცა ზოგან ისე მყარად არის გამჯდარი ეს უკვე ფსიქიკაში მოთხოვნილება. ფიზიკური არა, უკვე ფსიქიკური დამოკიდებულება, რომ ფაქტიურად არის მომენტები, რომ შედეგებთან მიღწვა ძალიან ჭირს, იმიტომ რომ აი როგორც კი მდგომარეობიდან ცოტა გამოვა, უკვე ის ერე იკარგება. არა და ამის რეაბილიტაცია შეიძლება წლები ჭირდებოდეს, თვეები მაქსიმალური, ხო და საკმაოდ ფსიქოლოგების ჩართვა უნდა. იდენტობას კარგავს იმის გარეშე. ხო. იმიტომ რომ იქ საკუთარ თავს კომფორტულად გრძნობს, ცოტა განსხვავებულია სხვებისგან, ცოტა ყურადღება მისაქცევია თავი, ან მიიღო ის სტატუსი, რაც მას უნდა სოციალურ კუთხით. და აი ბოლოსკენ რეზიუმე რო გავაკეთოთ და რას ურჩევთ მშობლებს, როგორ არიდონ მავნე ჩვევებისგან მოზარდები? რაც ძალიან რთული. პირველ რიგში ურჩევ იმას, რომ თვითონ არ მოიხმარონ არაფერი, იმიტომ რომ ბავშვი ფაქტიურად მშობლის მაგალითზე დადის. სწავლობს და უყურებს იმას, ხო? რა თქმა უნდა,
უნდა იყვნენ აბსოლუტურად ყურადღებიანები თავიანთი შვილების მიმართ, თუმცა არის რომ ჰიპერუზრუნველობაცაც კი მიყავართ აქამდე და ისე რომ აბსოლუტური ოქროშუალედი როგორ უნდა გაზარდოს შვილი რომ არ გაგიქცეს სადავეები მასთან ურთიერთობაში, არ გადახვიდე რაღაცა დიქტატორის როლში და არც ის რომ შენ იყო დაქვემდებარებული შენ შვილზე, ეს ძალიან რთული მოსაძებნია. ალბათ უფრო ყველაზე სწორი ფორმატი არის შვილებთან მეგობრობა, მათთან ურთიერთობა, მათი სამეგობრო წრის კარგად ცოდნა და ისევ მათთან მეგობრობა, რომ თუ კი იქ არის თუნდაც ვიღაც, ვინც ცოტა მიდრეკილია ეს რაღაცებისკენ, შენმა დადებით მემოციამ პირიქით აქეთ წამოიყვანოს და გააკეთოს ის იდენტიფიცირება, რომ არა, ეს წრე ჯობია, იმიტომ რომ აქ უფრო ჯანსაღი და კარგი აზრია და აქ იყოს. ეს არის თავარი არის ადამიანებს შორის ყოველთვის ურთიერთობა და კომუნიკაცია. კი. ყველაზე მნიშვნელოვანი მადლობა ძალიან დიდი რომ იყავით დღევანდელი დილის სტუმარი სტუმარი ძალიან ძიმე მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანი თემა შევეხეთ. დღეს ჩვენი სტუმარი იყო შევახსენოთ მაყურებლებს ფსიქიატრი და ნარკოლოგი სერგო ცომაია. მადლობა კიდევ ერთხელ. ეხლა კი თბილისის დროით სუსტად 10 საათი და უნდა გავიგოთ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირდაპირ ეთერში სულხან წულუგიძე შემოგვიერთდება. სულხან დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით კოლეგებო და მივესალმები ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდა. 10 საათია და ახალი ამბების დრო. გისმენთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხის თაობაზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების თანახმად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მორიგცრულ შეტყობინებაზე მუშაობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პატივისცემ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადების გავრცელებისგან. აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ცნობილია, რომ სავაჭრო ცენტრებში ევაკუაცია არ გამოცხადებულა, რადგანაც მუქარის შემცველი შეტყობინება არ მიუღიათ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მძია ამაღლობელი სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომაზე პროკურატურის მიერ წარდგენულ მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. საქმის მოსამართლე ნინო სახილაშვილი განიხილავს. შესაძლოა პროცესი ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ირაკლი დგებუაძე აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, რომელმაც გამოძიების ფარგლებში განაცხადა, რომ მძია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შედეგად სახის არეში ტკივილი განიცადა. აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლოს ხდომაზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელიაც გამოიკითხა. მძია ამაღლობელს ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით აქვს წაყენებული. პარალელურად სასამართლო მის მიმართ ბრალს 2 ადმინისტრაციული მუხლით განიხილავს. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობები სანდრო ჭიჭინაძის, იუმორის ტონის ცხადაძისა და კიდევ 9 პირის მიმართ სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბოლო პროცესით ისინი კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნულ სითხოვდა პროკურატურამ მტკიცებით, რომ არსებობს მიმავლისა და დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ადვოკატები შუამდგომლობდნენ დაკავებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს გამოყენებას თავაზობდნენ. აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი სანდრო ჭიჭინაძის, იუმორის ტონის ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტზე მსჯელობა გრძელდება. დეპუტატები საკითხს მესამე მოსმენით საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება მინისტრის საათის გაუქმება და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა პალატაში ინტერპელაციის მიწვევის რაოდენობის გაზრდა. ინტერპელაცია სასესიო კვირის 4 შაბათსა და 5 შაბათს გაიმართება. თვეში ერთხელ კი ამავე პროცედურით პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მივა. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ მინისტრის საათის ფორმატი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. 30 წელი გავიდა აფხაზეთის ომიდან და დღესაც მიმდინარეობს, როგორად დაარეგულირებს ამ პრობლემას ის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს რუსეთთან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებას. კრემლს კიევის ამ წინადადებაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუწია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი უარყოფს ნებისმიერ ვარაუდს, რომ მოსკოვი ეწინააღმდეგება ან ხელს უშლის ცეცხლის შეწყვეტის მცდელობებს. ორივე მხარემ ეს განცხადება რამდენიმე საათით ადრე გააკეთა, სანამ მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების წლისთავის აღსანიშნავად რუსეთის მიერ შეთავაზებული 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება ძალაში შევიდოდა. რუსეთმა განაცხადა, რომ ასეთი ზომის მიღება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც მისი აღსრულებისა და დაცვის მექანიზმები ამოქმედდება. სტამბოლში ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა, რათა გაეპროტესტებინათ სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრება. მარტში იმამოღლუს დაპატიმრების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციების ტალღა აგორდა. სტამბოლში შეკრებილებს მთავარი ოპოზიციური პარტიის რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა ოზგურ ოზელმა მიმართა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მის პარტიას მოედნის განათების უფლება არ მისცეს, რამაც მხარდამჭერები აიძულა ტელეფონების ფანრები აენთოთ. ცნობისთვის ეკრემ იმამოღლუ 23 მარტს დააპატიმრეს კორუფციის ბრალდებით, რასაც ის უარყოფს. თურქეთის ხელისუფლების ამნაბის ოპოზიციამ და ევროპელმა ლიდერებმა პოლიტიზებული და ანტიდემოკრატიული უწოდეს. ინდოეთის სასაზღვრო ქალაქები ქაშმირში დაცარიელებულია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ პაკისტანსა და პაკისტანის ქაშმირზე თავდასხმების სერია დაიწყო. ქუჩებში უსაფრთხოების ძალები პატრულირებენ. ინდოეთის განცხადებით, მისმა საჰაერო ძალებმა ოთხშაბათს ტერორისტული ინფრასტრუქტურის 9 ობიექტზე თავდასხმა განახორციელა, რაც დაკავშირებულია ისლამისტი მებრძოლების მიერ ინდოელ ტურისტებზე თავდასხმასთან, რომლის დროსაც გასულ თვეში ინდოეთის ქაშმირში 26 ადამიანი დაიღუპა. პაკისტანი თავის მხრივ ამბობს, რომ ინდოეთმა რეგიონში ჯოჯოხეთი მოაწყო და რომ ის აუცილებლად უპასუხებს შესაბამის დროს ადგილას და ფორმით, რათა შური იძლიოს უდანაშაულო პაკისტანელების სიცოცხლის დაკარგვისა და მისი სუვერენიტეტის აშკარა დარღვევისთვის. სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამორიდან შავი კვამლი ამოვიდა. კონკლავის პირველ დღეს კარდინალებმა ახალი პაპის არჩევა ვერ შეძლეს. მონაწილე კარდინალებიდან ვერც ერთმა ხმების 2/3 ვერ მოაგროვა. ამგვარად კარდინალები სიქსტეს კაპელიდან კვლავ სანტა-მარიას სახლში დაბრუნდებიან, რაც განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით ხდება. კენჭისყრის მორიგი რაუნდები მომდევნო დღეებში გაგრძელდება. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე მათ აკრძალული აქვთ გარესამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. კონკლავში 70 ქვეყნიდან 123 კარდინალი მონაწილეობს, რომლის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. ბათუმში მომღერალ დავით კენჭიაშვილის კონცერტი გაიმართა. მომღერალმა თავისი ცნობილი სიმღერები და ხალხურ მოტივებზე შექმნილი კომპოზიციები შეასრულა. კენჭიაშვილის საიუბილეო საღამოს მხარდაჭერა ბათუმის მერიამ გაუწია. ქართული ადათ-ჩვეული ტრადიციების ხასეულებების წარმოჩენის დღეა და აი ხალხი როგორ ამას ემოციებით აღიქვამს ყველაფერს და ძალიან კარგი იყო, ძალიან მოგვეწონა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა დავსწრებოდეთ კენჭიაშვილის კონცერტს. ვისიამოვნებთ ძალიან. მადლობა ბატონ დავით, ულოცავ დღევანდელ დღეს დაბადების დღეს და ინიციატივით გამოვდივართ, რომ ყოველი დაბადების დღე ბათუმში აღნიშნოთ ასეთი კონცერტით და დიდი ფეირვერკით. ძალიან დიდი ემოციები მივიღე. არ ველოდი, ამართლა არ ველოდი. ძალიან ბევრ რაღაცაზე ფიქრობდი, მაგრამ როდესაც ბათუმელი ხალხი და არა მარტო ბათუმელი მოვიდა დღეს ბათუმში, აქ იმხელა ემოცია მივიღე, ალბათ ყველა იქიჯდა და ყველამ ეს დაინახა, ყველამ ეს ყველაფერი. ამიტომ უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო ბათუმელ ადამიანს, ბათუმელ ხალხს მინდა გადაუხადო უდიდესი მადლობა და არა მარტო ბათუმელ ხალხს, ვინც მოვიდა, ვინც დრო დაკარგა ჩემი გულისთვის, მათ მინდა ყველაზე დიდი მადლობა გადაუხადო. ემოციები კი იცით, აგერ ჩვენი მეგობრები და მუსიკოსები აღფრთოვანებული არიან ამ დინამიკით. ამიტომ არ ვიცი, კარგის მეტი არაფერს თქმა არ შემიძლია. ასეთი გახდათ დილის მთავარი, მთავარს უკვე 12 საათიდან ქეთი ჭყონია გაუძღვება, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. ხვალამდე გემშვიდობებით, სულხან ჩვენ კი უნდა გავაგზავნოთ გადაცემა და შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ახლა შემოგვიერთდა და თქვენ უყურებთ. გადაცემა დილის ტალღა სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამელაძე ვმუშაობთ. ახლა კი ვნახოთ გადაცემის დასკვნითი ნაწილის ანონსი და მალე დავბრუნდებით.
გადაცემის მესამე ნაწილში ნახავთ თუ რატომ ვერ ვუნარჩუნებთ სისუფთავეს ქალაქის ქუჩებს ხანგრძლივად და რა შეუძლია თითოეულ მოქალაქეს არასწორად გადაყრილი ნაგავი ძაღლის ფეკალიების დატოვება, კომერციული ობიექტების ნარჩენები და სხვა არაერთი მაგალითი იმისა, თუ რა ანაგვიანებს ჩვენს გარემოს. და ბოლოს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაისობა, ტოლერანტობა და სოლიდარობა. ეს ის ღირებულებების საფუძველია, რაზეც ევროკავშირი აშენდა. 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება. სტუდიაში სტუმართან ერთად სწორედ ევროპულ ღირებულებებზე ვისაუბრებთ. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. დაუბრუნდით ეთერში და საინტერესო თემით ვაგრძელებთ გადაცემას. სუფთა ქუჩები ეს მხოლოდ ესთეტიკა არ არის, სისუფთავე ქმნის განწყობას, გამოხატავს კულტურას და აყალიბებს იმ სივრცეს, სადაც ცხოვრება გვსიამოვნებს. თითქოს ბოლო წლებში დანაგვიანების პრობლემა აღარ არსებობს, ან ყურადღებას არ ვაქცევთ. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩები ყოველდღიურად სუფთავდება, დღის ბოლოს მაინც პირვანდელ სახეს უბრუნდება. როგორ გავაუმჯობესოთ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ნახოთ ანა გოგიტიძის სიუჟეტში. რა იწვევს ქუჩების დანაგვიანებას? ამ სირთულეს გლობალური პრობლემები ქმნის თუ პატარ-პატარა მიზეზებითაა გამოწვეული, რომელთა მოგვარება ჩვენ მოქალაქეებსაც შეგვიძლია. სიგარეტის ნამწვავები, მანქანის ზეთი, ცხოველის ფეკალიები, არასწორად გადაყრილი ნაგავი, კომერციულ ობიექტებთან ურნების სიმცირე, ზოგადად ნარჩენების ქუჩაში გადაყრა. ეს ჩამონათვალი არა მხოლოდ ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, არამედ გავლენას მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ზოგად კეთილდღეობაზეც ახდენს. ნაგვის არასწორად გადაყრა. ქუჩებში ხშირად ვხვდებით ნაგავს, რომელმაც დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია, ან ურნებში არასწორადაა მოთავსებული. გადავსებული ურნები კი თავად ხდება დაბინძურების წყარო. ნაგავი გროვდება ირგვლივ და ქარში იფანდება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გარემოს მდგომარეობას. მაგალითად, ამ შემთხვევაში ყუთების ასე გადაყრა ურნების გადავსებას იწვევს. სწორი იქნებოდა მათი დაკეცვა, დანაწევრება და ისე მოთავსება. სიგარეტის ნამწვავები. ქუჩებში მიმოფანტული სიგარეტის ნამწვავები ვიზუალურადაც ამახინჯებს გარემოს და ეკოლოგიურადაც საზიანოა. ის ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს და მიწაში ხანგრძლივად რჩება, რაც ჩვენ საცხოვრებელ გარემოს კიდევ უფრო აბინძურებს. ნამწვავის ასე გადაგდებას შესაძლოა ხანძარიც კი მოყვეს. უმჯობესია თუ მსგავსი ნარჩენებისთვის სპეციალური ურნები განთავსდება. ან სანამ ურნაში გადავაგდებთ, დავრწმუნდეთ, რომ ნამწვავი ბოლომდე ჩაქრა. ზოგადი ნარჩენების გადაყრა ქუჩაში. ბევრი მოქალაქე ნარჩენებს უბრალოდ გზაზე ტოვებს. იქნება ეს ჭამის შემდეგ დარჩენილი პარკები, ბოთლები თუ კახალდები. თუმცა შესაძლოა ამის მიზეზი არა მხოლოდ უპასუხისმგებლობა, არამედ კომერციული ობიექტების მიერ გულგრილობა გახდეს. მაგალითად, სასურსათო მაღაზიებისა და სწრაფი კვების ობიექტების მახლობლად ხშირად არ არის მცირე ზომის ურნები. შედეგად მომხმარებლებს არ აქვთ საშუალება ნარჩენების სწორად გადაყარონ და ნაგავი შეიძლება ქუჩაში აღმოჩნდეს. ცხოველის ფეკალია დატოვება. დამეთანხმებით, რომ ეს პრობლემა ყველაზე არასასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მნიშვნელოვან ადგილას მივდივართ და შეიძლება დაუკვირვებლად სიარულისას მარცხი მოგვივიდეს. ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ უსახლკარო ცხოველების გამო არ ხდება. მაგალითად, ძაღლის მეპატრონეები თავიანთი ცხოველის მიერ დატოვებულ ფეკალიებს ხშირად არ იღებენ. ეს არა მხოლოდ არაჰიგიენური, არამედ საზოგადოებრივ ეთიკას არღვევს და გამრავლებს დისკომფორტს უქმნის. ტურისტული სეზონი სულ მალე ოფიციალურად გაიხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის ქუჩები კიდევ უფრო გადაიტვირთება. მოდი შევთანხმდეთ, რომ ქალაქში სისუფთავის შენარჩუნება მხოლოდ დასუფთავების სამსახურის პასუხისმგებლობა არ არის. ამას ჩვენც უნდა ვიზიარებდეთ. ეს ქალაქი ყველას გვეკუთვნის, მაგრამ სუფთა ქუჩები ჩვენი არჩევანია. დაუბრუნდით ეთერში და დღეს კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი დღეს არა პრინციპში ხვალ დღე არის 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რობერ შუმანი პარიზში გამოვიდა განცხადებით, სადაც მან წამოაყენა ევროპული ინტეგრაციის იდეა, ამიტომ 9 მაისი აღინიშნება როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე. დღეისათვის ევროპის კავშირში 27 ქვეყანა, ევროპის კავშირი 27 ქვეყანას აერთიანებს და სწორედ ევროკავშირზე, ევროპულ ფასეულობებზე და ღირებულებებზე ვისაუბრებთ რამდენიმე წამში სტუმართან ერთად, ასე რომ არ გადაარდოთ.
სტუმარი უკვე ჩვენთან ერთადაა ირაკლი გორგილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი და პროფესორი დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. მოგესალმებით. სტუმრობისთვის და დავიწყოთ საუბარი და პირველ რიგში ალბათ უნდა გავიაროთ 9 მაისის მნიშვნელობა და ამ დღეს როგორც ევროპის დღის მნიშვნელობა. და რატომ შეირჩა საინტერესოა სწორედ ეს თარიღი? პირველ რიგში მოგესალმებით და ეხლა გზა თქვენსკენ ჩემთვის მაფიქრებოდა აი 9 მაისი პარალელური სიმბოლოა ქართული საზოგადოებისთვის. ანუ დღეს ჩვენ 9 მაისს უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატივს ვცემთ ადამიანებს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ვთქვათ ფაშიზმზე გამარჯვებაში და ვირჩევთ ევროპულ გზას, მშვიდობას. ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ ერთგვარი კავშირიცაა და სიმბოლოების თემაში ვფიქრობ, რომ 9 მაისს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული საზოგადოების ისტორიაში. ხა თქვენ თქვით, რატომ 9 მაისიო? იმიტომ რომ როგორც სიუჟეტში და შემდეგ თქვენმა კოლეგამაც განმარტა, სწორედ 9 მაისს მოეწერა ხელი პირველ შეთანხმებას ქვანახშირისა და ფოლადის შესახებ. ფაქტობრივად ამ შეთანხმებამ დასაბამი დაუდო მშვიდობას ევროპაში, იმიტომ რომ იქონდა თქვა დაპირისპირებული ბანაკი, გერმანია და საფრანგეთი. ისინი შეთანხმდნენ, რომ რესურსი მშვიდობის მიზნებისთვის გამოეყენებინათ. ერთი სიტყვით, დღევანდელი დღე, ანუ დღევანდელი თარიღი, ეს არის ერთგვარი პლატფორმა აი ამ ევროპული ღირებულებების, ამ შემთხვევაში მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის პოპულარიზაციისთვის და ალბათ ბევრმა არც იცის, ესეც მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს ევროკავშირის ინსტიტუტები ხსნიან კარებს ხალხისთვის, რაც პირდაპირ მიანიშნებს აი ამ ევროკავშირის როგორც ინსტიტუტის ღიაობის იდეას. აქ არის თქვა შესაძლებლობა თავისუფალი საუბრის, დისკუსიის, შეხედულებების გაზიარების და ასე შემდეგ. თუმცა თავისი პირობებიც აქვს. რა თქმა უნდა, პირობები უნდა არსებობდეს. ეხლა პირველი ეტაპი სხვათა შორის ბატონი შუმანი, რომელიც თქვენ ახსენეთ, საკმაოდ გონიერი კაცი იყო, კარგი კაცი იყო, მაგრამ როდესაც ეს კავშირი იქნებოდა თქვა, რომ არ უნდა ველოდოთ მშვიდობას ერთბაშად. აუცილებელი არის ეტაპები, გარკვეული ეტაპები, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ და მივიდეთ საყოველთაო მშვიდობამდე. ნუ პირველი ეტაპი, მარტივი ეტაპი, რაც მაშინ გადაიდგა, ეს იყო ეკონომიკური, თქვა, თანამშრომლობა და ასე ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ 27-მა ქვეყანამ დღეს უკვე შექმნეს ერთიანი ღირებულებითი სივრცე, რომელსაც პირობითად ევროკავშირს ვეძახით და კიდე ერთხელ ვამბობ. ეს არ ნიშნავს შუმანის ფრაზაში ძირითადი იდეა იკარგება, როგორც წესი ხოლმე, მათ თქვა, რომ ეს არ იქნება ერთბაშად მშვიდობა. ანუ მშვიდობისკენ სვლას ისინი ყოველდღიურად მუდმივად ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებენ. დღესაც კი. ამიტომ ახეთ იდეალური ევროპა არ არსებობს და არც ევროკავშირია უნაკლო, მაგრამ მათ აქვს სურვილი და მზაობა, რომ უკეთესი გახდნენ. ესაა ჩვენთვის ორიენტირი და სამიზნე, რომ აი ვისწავლოთ იმათგან როგორ გავხდეთ უკეთესი. საქართველოსთვის როგორც აი ევროპული ღირებულებების და ფასეულობებისთვის სწრაფვის ქვეყანისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, ვთქვათ, ამ დღის აღნიშვნა და უფრო მეტად ეს ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით. ნახეთ, ჩვენ ვირჩევთ ევროპას არა მხოლოდ აი მატერიალური კეთილდღეობისთვის, ხო? იდეის დონეზე. დიახ, ჩვენ ევროპას პირველ ყოვლისა ვთქვათ ვირჩევთ და გვჯერა, რომ ეს არის თავისუფალი, ვთქვათ, ისეთი ღირსეული, ასწავარი პასუხისმგებლიანი საზოგადოება. რამოდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ჩვენ საზოგადოებასაც არსებითაც სჭირდება. აი მარტივი მაგალითისთვის, ევროპაში ერთმანეთის გვერდიგვერდ თანაცხოვრობს, ვთქვათ, განსხვავებული წამსის, შეხედულებების, პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანთან ისე, რომ ერთმანეთს, ვთქვათ, არანაირ დისკომფორტს არ უქმნის. ზუსტად ის, რაც ჩვენ საზოგადოებაში პრობლემაა, ხო? როგორც წესი, განსხვავებული აზრი ჩვენთან საკმაოდ მკივნეულად აღიქვება. რადაც კი მომნათლავენ ხშირად ხოლმე ამ განსხვავებული ეს რაზე მიანიშნებს? მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობს როგორ გითხრათ, თავისუფლების კულტურის განვითარების დაბალი დონე.
ევროპული კავშირი, ევროპული ღირებულებები სწორედ ამითაა მნიშვნელოვანი, რომ მიუახლოვდეთ მაქსიმალურად აი ამ დამოკიდებულებას, თქვათ, სხვის დამპატივისცემას, სტანდარტებს, თქვათ, რომელიც თქვათ ევროპაში არსებობს და თქვათ ქმნიან, ეტაპობრივად ქმნიან. კიდევ ერთხელ მინდა კაფიო და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არაა, თქვათ, იდეალური სივრცე. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპული სივრცე ეს არის ყოველდღიური დემოკრატიის გაკვეთილი, რომელსაც ისინი ქმნიან და რომელსაც ისინი სწავლობენ ხოლმე. კი, ასევე საინტერესო როგორ შეიძლება ახალგაზრდების ჩართულობა და ინფორმაციის ზრდა დღევანდელი დღისად. რაც შეეხება თქვათ ახალგაზრდობის ჩართულობას ან ცნობადობის ამაღლებას ალბათ ევროპისა და ევროკავშირის შესახებ დღეს ინფორმაციულ საზოგადოებაში ცხოვრობთ და რედგზის მაქვს ნათქვამი რომ დღევანდელი ახალგაზრდობა, დღევანდელი თაობა აღიარებულია როგორც Google-ის თაობა, ამიტომ იმათ სოციალური პრობლემას არ წარმოადგენს. გაცილებით მეტი ინფორმაცია. არსებითი არის რომ აი სწორი მიმართულებები მივცეთ აი ამ ახალგაზრდობას უკაცრავად აი შეფასებით ნაწილში. იმიტომ როგორც წესი, ნახეთ დღეს აქტიურად საუბრობენ, რაზეც ამონათებენ ხშირად ხოლმე ნახეთ ევროკავშირს, რომ აი რა გააკეთეს, რა დაგვეხმარეს. და როგორც წესი ქართველებს გჭირს ხოლმე რომ რა გაგვიკეთეს, რა დაგვეხმარეს. აი ჩვენ რა გავაკეთეთ არა. ჩვენ რამდენად ჯანსაღად მივდივართ თქვათ ევროპისკენ ეს არა. არსებითი რა, აი ახალგაზრდობას ეს უნდა აუხსნათ. ეს უნდა უთხრათ რომ კი, იქ არის ძალიან ბევრი სიკეთე, მაგრამ სიკეთეებისკენ სვლა უნდა ვისწავლოთ ჩვენ. ჩვენაც უნდა ვიცოდეთ როგორ უნდა მივიდეთ. ჩვეულებრივად ეს არის ხო პოლიტიკა ვთქვათ ევროკავშირის გაწევრიანების ინტეგრაციის ჩვეულებრივი საფეხურები და ხშირად ეს საფეხურებიც კრიტიკის ობიექტი გამხდარა. აბსურდია, იმიტომ რომ ეს საფეხური გვასწავლის სვლას ევროპისკენ, ხო? როგორ უნდა მივიდეთ იმ საზოგადოებისკენ. თუ ვთქვა ჩვენ გვინდა ვიყოთ აი ამ საერთო ოჯახის წევრი. მე ვთვლი რომ ეს ნორმალური, ეს ჯანსაღია ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გასაკეთებელი იმისთვის რომ აი საერთო ღირებულების სივრცის, ევროპული ღირებულების სივრცის ნაწილი გავხდეთ. ამიტომ რაც შეეხება ახალგაზრდებს კიდე ერთს დავამატებ აქ, აუცილებელია მნიშვნელოვანია ვთქვათ სწორი ინფორმაციის მიწოდება და დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ისინი გაცილებით უკეთ არიან ადაპტირებულები, ვთქვათ აი ახალ სივრცეებში, ვიდრე უფროსი თაობა, რომელიც ვერ ელევა ვთქვათ ეგეთ წარსულს, მაგალითად როგორიც გვაქვს ვთქვათ ესეთ ომის ნარატივზე ფოკუსირებული წარსული და არა ვთქვათ მშვიდობაზე ორიენტირებული ევროპული მომავალი, არა, გაცილებით მარტივად საუბრობთ ომის ნარატივით, ხო? აი ომი გვაქვს უფრო აქტუალური, ნუ საზოგადოებაში, ჩვენ საზოგადოებას, განსაკუთრებით უფროსებში. ახალგაზრდებს ეს არა აქვს და რა თქმა უნდა მისასალმებელია და კარგია. უბრალოდ კიდევ ერთხელ აუცილებელია რომ სწორად აუხსნათ, კარგად აუხსნათ. ევროკავშირი არა მხოლოდ სიკეთე, ევროკავშირი ეს არის ვალდებულება და ამ ვალდებულებასთან ეს საზოგადოება, ეს სახელმწიფო სწორედ მათ უნდა მიიყვანონ უკვე. აი ეს შინაგანი კულტურა, რაც ევროპასთან იდენტიფიცირებას ახდენს. აი ყოფით დონეზეც რო დავიყვანოთ, აი მაგალითად ჩვენ ნახეთ ახლა სიუჟეტი სუფთა ქალაქი. რამდენად მნიშვნელოვანი ამ ყველაფერი მაინც მატერიამდე მიდის და კომფორტამდე, ხო? რამდენად მნიშვნელოვანია ეს შინაგანი კულტურის, ასე ვთქვათ, გადამდები რო გახდეს ეს ყველაფერი და ადამიანებმა რაღაცნაირად გაიაზრონ, რომ ევროპა და კულტურა პირველ რიგში საკუთარი თავიდან იწყება და სუფთა ქალაქით და პირადი სივრცის მოწესრიგებით იწყება ეს ყველაფერი, ხო? სანამ ეს დიად იდეებამდე მივალთ. აქაც ერთ დეტალია, რაზეც ძითაც დავიწყე საუბარი, რომ იქ სხვა საკითხებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის პასუხისმგებლობა, თქო. ანუ რასაც ზოგადად დეკლარირებს. აი ევროპის კავშირი და ევროპული საზოგადოება. თქვენ სწორედ აი ამ პასუხისმგებლობის ნაწილზე საუბრობთ ახლა და ვთქვათ, ვალდებულება მოდიში ვალდებულება სწორედ ესაა, რომ აი ვთქვათ რა ღირებულებებზე დგას ევროპული საზოგადოება, ხო? და ამ ჩამონათვალში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს პასუხისმგებლობა, ვთქვათ, იმ თავისუფლებასთან, კანონის უზენაესობასთან, ან პლურალიზმთან და დემოკრატიასთან ერთად. ნახეთ, მოქალაქის პასუხისმგებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც უნდა ვისწავლოთ და რომელზეც უნდა შევთანხმდეთ, ხო? ვთქვათ, რა პასუხისმგებლობები გააჩნია მოქალაქეს? აი ნახეთ ელემენტარული დეტალი, წეგან კონკრეტულ მაგალითებს საუბრობდით და გითხარით რომ ევროპულ საზოგადოებაში ადამიანები ერთმანეთის გვერდიგვერდ თანაცხოვრობენ თან ისე რომ ერთმანეთში ამ პრობლემას არ ქმნიან, არ წარმოქმნიან. მსგავსი ტიპის პრობლემა ჩვენთან არის და რატო?
ევროპაში მნიშვნელოვანია როგორ იქცევი და არა თქო როგორ გამოიყურები. აი მარტივია. ჩვენ საზოგადოებაში აი პასუხი თქვენს კითხვაზე. მნიშვნელოვანია როგორ ვიქცევით და არა როგორ გამოვიყურებით, ხო? აი ამას როცა მივალ თქო იმ დონემდე რომ აი ამას ძალიან კარგად გავიაზრებთ, ან მეტნაკლებად მაინც გავიაზრებთ, ფიქრობ რომ ჩვენი საზოგადოებაც მზად იქნება აი ევროპული ოჯახში ინტეგრაციისკენ და კიდევ ერთი ვთქვა იგივ მოქალაქეობის პასუხისმგებლობასთან ერთად. ახეთ ის რისი დეფიციტი ჩვენ საზოგადოებაში დგას და რაც თქვა ძალიან კარგად ჩანს ევროპულ საზოგადოებაში, ხომ ევროკავშირში. ზრდილობიანი კამათი თქვა განსხვავებული აზრის პატივისცემა, ან კიდევ მნიშვნელოვანი არის პროფესიული სტანდარტი, იგივ მედიაში, პოლიტიკაში არანაირი სტანდარტი არ გვაქვს, განათლებაში, ხო, არანაირი სტანდარტიც არ გვაქვს. ან კიდევ თქვათ, ელემენტარული კიდე, აი მეგობრის ფასი. როგორც წესი, ჩვენ საზოგადოებაში ვსაუბრობთ მე და არა ჩვენ. ეს პრობლემაა, ხო? ანუ მთელი რიგი საკითხები, პრობლემებისა, რაც თქვა ჩვენ საზოგადოებას არსებითად განასხვავებს და მოითხოვს თქვა მისგან რაღაც ტრანსფორმაციებს, რაღაც ცვლილებებს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ და მინდა ყველას თქვენი ეთერითაც უთხრა, რომ როცა ვსაუბრობთ ევროკავშირზე, ყურადღებით ყურადღება მინდა გავამახვილოთ იმ აქცენტებზე, რომ ეს არაა მხოლოდ სიკეთე. ეს არის პასუხისმგებლობა და ეს ვალდებულება, რომელიც ამ საზოგადოებამ უნდა შექმნას რაღაც რესურსი. თავისუფლება არის ვალდებულება პირველად. თავარი. თავისუფლების სწორი აღქმაც. საქართველოს კულტურულ თუ ისტორიულ იდენტობაში რამდენად ორგანულად ჯდება ეს ევროპული სივრცე? არსებითად ორგანულია. და ჩვენ შევამბობთ, რომ ჩვენ ვიყავით და ვართ ევროპაში. არსებითად ორგანულია. სხვას რო თავი დავანებოთ, არა სხვა ყველაფერ თემაზე რომ შევწყვიტოთ საუბარი, ელემენტარულად გენდერული თანასწორობა, ჩვენ ვართ ქვეყანა. კიდევ მე-12 საუკუნეში მეფე ყავდა ქალი. ქალი, გარდა ამისა, უფრო მეცაც გეტყვით, გაცილებით რთულჟამიანობის პერიოდში დიპლომატიურ მისიებს, წარმატებულ დიპლომატიურ მისიებს საქართველოს ისტორიაში. ქალბატონები უფრო წარმატებით ახორციელებდნენ ეს ვთქვათ სხვა საკითხებს რომ არ შევეხოთ. ამიტომ ლიტერატურაც, რომელიც არსებითად ევროპული ლიტერატურის ნაწილია, განუყოფელი ნაწილია სტრუქტურით, ღირებულებით, შინაარსით, იდეით, ისევ იგივ და იგივ ვთქვათ ვეფხისტყაოსანიც რომ ავიღოთ, ხო? ზოგადად ეს გენდერი თქო, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ზოგადად პოლიტიკური ორიენტაციის საკითხიც როცა იდგა. ნახეთ, შემდგომ პერიოდში, მოგვიანო პერიოდში ცოტა ჟამთა უკუსლამ თქვათ, ხო? რთულმა ჟამიანობამ გამოიწვია ის რომ დავცილდით აი ამ სივრცეს და შევეგუეთ სამწუხაროდ შევეგუეთ ახალს. ანუ კი არ ჩავეჭიდეთ ძველს, აი ახალს ვიგულისხმობთ თქვა იგივ საბჭოთა პერიოდს, ოსმალთა ბატონობის პერიოდს და ასე შემდეგ და შემდეგ, ხო? შევეგუეთ ახალს და აი ამ ახალმა გააჩინა რაღაც კომპლექსები ამ საზოგადოებაში. ეხლა თავარია რომ აი ამ კომპლექსისგან ჩვენ გავთავისუფლდეთ და ვთქვათ ვაღიაროთ. ჩვენ ვიყავით თავიდან იქ ჯერ კიდევ მაშინ როცა ვთქვათ ევროპული სახელმწიფოები ფორმირდებოდნენ, ყალიბდებოდნენ, არც იყვნენ ვთქვათ ჩამოყალიბებული, ხო? ეს 7 გერმანიკული ტომი ვთქვათ დადიოდა აი ამ ხელ უზარმაზარ ევროპის კონტინენტზე და ქმნიდა სახელმწიფოს. მაშინ ჩვენ გქონდა ეს სახელმწიფო და არათუ გქონდა ეს სახელმწიფო, ჩვენ გქონდა აბსოლუტურად ინსტიტუტები, სახელმწიფო ინსტიტუტები. ეს ბევრს ნიშნავს. და აი ბოლოსკენ უნდა წავიდეთ ახლა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი თარიღები და არა უბრალოდ ესე სათქმელად, არამედ როგორ ვაქციოთ მსგავსი თარიღები რაღაც საგანმანათლებლო და რაღაც უფრო მნიშვნელოვან რესურსად. მე ვფიქრობ, რომ 9 მაისი, აი 9 მაისი ჩვენი ქვეყნისთვის ცალსახად, ხო? ეს არის პოლიტიკური ორიენტაციის სიმბოლო. მე ვთვლი რომ მიმაჩნია რომ 9 მაისი უნდა აღინიშნებოდეს როგორც პლატფორმა, ხომ, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის პლატფორმა და რაც შეეხება ვთქვათ იგივ საგანმანათლებლო პროექტებს, ხომ, აქაც ვისურვებდი რომ გაცილებით მეტი იყოს, აქაც ვისურვებდი რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული და ვისურვებდი ასევე რომ აი საინფორმაციო უზრუნველყოფა ვთქვათ აი მსგავსი ტიპის სიმბოლოებისა, მე პირობითად სიმბოლოს ვეძახებ 9 მაისს, აი მსგავსი სიმბოლოების პოპულარიზაციისთვის
ხმების მედია და ვთქვათ ეს ინსტრუმენტები, ვთქვათ ის სოციალური იქნება თუ ასე შემდეგ, უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული, რომ ჩვენ ეს გვჭირდება. დიდი მადლობა ირაკლი გორგილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, პროფესორი იყო ჩვენი სტუმარი, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, გემშვიდობებით და დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ 9 მაისი თარიღის კალენდარში ეს არის ღირებულებების, თავისუფლების და ურთიერთპატივისცემის შეხსენება ჩვენთვის ახალგაზრდებისთვის. ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფიული მიმართულება, ეს არის არჩევანი, როგორც მინდა ვცხოვრობდეთ. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა გემშვიდობებით და დრო არის მაყურებლებსაც დავემშვიდობოთ. ასეთი იყო დღევანდელი დილის ტალღა. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურებთ. გემშვიდობებით.